მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს, წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და ჩვენი სტუმარია, ჩვენი მეგობარი ბატონი ნოდარ კაპანაძე. ბატონი ნოდარ, გამარჯობათ. მოგესალმებით. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ბოლო პერიოდი, ესე ვთქვათ, კვლავ გააქტიურდა ესე ევროპარლამენტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთან დაკავშირებით, შეიძლება ეს რაღაც სეზონური პროცესია, ხდება ხოლმე ასე. ამდენიმე, ასე ვთქვათ, რეზოლუცია მიიღეს საქართველოსთან დაკავშირებით და ნუ ცხადია ხა ესე ვთქვათ კრიტიკა უამრავი იყო ამ რეზოლუციებში, რაღაც გარკვეული მოთხოვნებიც გაჟღერდა ცხადია, შემდეგ შეფასებები ჩვენი მხრიდან. მე უფრო მთავარი საკითხიდან მინდა რომ დავიწყოთ საუბარი ხა ამ რეზოლუციების განხილვას მე მგონი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რაღაცა იქ რა უნდა ვილაპარაკოთ მაშინ იმაში რომ იქ რა წერია, ფაქტობრივად სწორია, არ არის სწორი და ასე შემდეგ და ასეთ თემებს არ ვიცი რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს აი ფაქტოლოგიაში შესვლა და კამათი შესაძლოა იყოს კიდევაც ვიღაცისთვის, მაგრამ მაინც ჩემთვის საინტერესო თემა არის რა, რომ აი ჩვენი რეაქციები და ჩვენი დამოკიდებულებები ამ ორგანიზაციების მიმართ, ესე ვთქვათ, ევროსტრუქტურების მიმართ, ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ რაღაც ისე საზოგადოებრივ დონეზე ჩვენ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის ილუზია გქონდა. მე მგონი ახლა ახალი ილუზია გვაქვს, რომ რაღაცა იქ შეიცვალა, არასწორად ვითარდება შიგნით იმ ორგანიზაციების შიგნით პროცესები და ახალ ილუზიას ვიქნით, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ გამოსწორდება ეს ყველაფერი და დადგება თავის კალაპოტს დაუბრუნდება, ჩვენი ურთიერთობებიც ამ კალაპოტში ჩადგება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა არის ჩვენი დამოკიდებულების ამბავი, ანუ რაღაცა თავის დროზე არ ვიცოდით სწორად რა ორგანიზაციები იყო ეს, რა სტრუქტურები იყო, რა მიზნებს ატარებდა ეს ორგანიზაციები თავდაპირველად, თუ მართლაც რაღაც შეიცვალა ამ ორგანიზაციების შიგნით, სხვანაირი გახდა, სხვა მიზნები დაისახეს, შეიცვალა ასე ვთქვათ სისტემა და თვისება ამ ორგანიზაციების და ჩვენ მართლები ვართ, რომ შესაძლოა ისევ იმედი სწორია, რომ გქონდეს, რომ ისევ შეიცვლება უკან დაბრუნდება იმ კარგ თუ იყო კარგი თქვათ ყოველ შემთხვევაში კარგ რელსებს დაუბრუნდება და ყველაფერი დაალაგდება თავის ადგილს. რამ გამოიწვია ჩვენში აი ეს კონფლიქტი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოს სახელმწიფოსა და ასე ვთქვათ აი ამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებს შორის, რა არის ამის მიზეზი? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესო მე ვიტყოდი ეპოქალური კითხვა. ეს არის ალბათ კვინტესენცია ჩვენი ბოლო საუკუნე ნახევრის ისტორიის. მე ამას ვეძახი პეტრე პირველის რეფორმის პროდუქტების დაავადებას ვეძახი პეტრე პირველის რეფორმის პროდუქტებს. ჩვენ ამ რეფორმის პროდუქტებისგან მაინც და მაინც შორს არა ვართ, იმ გარემოში ვიყავით კარგახანს და იმ გარემოში ერთ-ერთი წამყვანი ძალა იყო ჩვენი ნათესავები უახლოესი ხალხი აქ საქართველოსთან ხა არავინ არ არის ყველა ერთმანეთს ახლობელია, ხო? პირველ რიგში მივაქციოთ თუ არა უნდა ყურადღება და არის თუ არა ეს ჩვენს საინფორმაციო სივრცეში აი ამ რეზოლუციების მიმართ ყურადღება არის თუ არა ამ რეზოლუციების მნიშვნელობის შესაბამისი. მე მაშინია რომ ჩვენ გადამეტებულ ყურადღებას გადამეტებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აი ამ თელ ამ რეზოლუციებს, განცხადებებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის რომ ვიღაც გამოვიდა, რაღაც განაცხადა, ვიღაცამ რაღაცა რომ განაცხადა, ეს არის ბგერებით ჰაერის შეწუხება, მეტი არაფერი. მთავარი არის რა არის დოკუმენტში, ხელმოწერილ დოკუმენტში. და ხოლო რა შეეხება იმას, რომ რეზოლუციის პუნქტობრივ განხილვაზე გადავიდეთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათ გამარჯვება მოიპოვეს. ამას ნიშნავს, ვინაიდან აი ამ სწორედ ამ რეზოლუციების პუნქტობრივი განხილვა და აი ამ დავაქრობაში ჩათრევა არის მიზანი, რომ მე მთელი დრო დაიკარგოს იმაზე, რომ ორჯერ ორი არის თუ არა 4 თუ 3 და 5 შორის არის. რაღაც ესეთი ელემენტარულ რამებს მე მაგალითად ბევრჯერ მქონია ესეთი შემთხვევა, როდესაც რაღაც ძალიან სერიოზული რაღაც პრეზენტაციის აღდგენა მინდა და თავიდან თქვი მაგალითად, რომ ისევე როგორც ორჯერ ორი არის 4. და შემდგომ ორჯერ ორი ნამდვილად 4-ია. დაახლოებით ეს
ვიღაც ოპონენტი, რომ შემდეგს ნაბიჯზე არ გადახვიდე, იმიტომ რომ იმის იქითკენ უკვე უღრანეტყე იწყება იმისთვის ეს 2x2 რომ 4-ია ეს იცის და ამაზე მოდი იქნებ გავჩერდით ცოტა ხანი ამაზე ვიკამათოთ და მე 3 საათი გულამოსკვნელი კამათის შემდეგ დაადასტურებ რომ 2x2 ნამდვილად 4-ია და მე აღარაფერი აღარ გაინტერესებს ჩანდაბამდე გზა გქონია დიძახი. ეს არის სწორედ. რომ შემდეგ საკითხებზე არ გადავიდე. კი ბატონო. ეს ყველაფერი არის მოკლედ მაინც არაფერი რა არაფერის მომტანი და არაფერი შედეგი ამისგან არ დადგება. ერთადერთი ხელმოწერილი დოკუმენტი რაც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ეს არის DCFTA ასოცირების ხელშეკრულება. გავყვეთ აი ამის პუნქტობრივი განხილვა ღირს. იმიტომ რომ ეს არის ხელმოწერილი დოკუმენტი. ეს არის ვალდებულებები, რაღაც დაშვებები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე როდესაც ეს წავიკითხე, გავიმეტე თავი და წავიკითხე, ნუ ეს არის სასიამოვნო საკითხავი ნამდვილად არ არის. 432 მუხლ თავისი დანართებით აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ამ სუფრაზე მენიუში ვართ. მაგრამ ეს არ არის, ესეც არ არის მთავარი. თქვენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი კითხვა დასვით. ეს მითი, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში არსებობს, რომ ეხლა იქ კეთილი მეფე და ბოროტი ბოიარები არიან, თუ თავადები მეფემ არ იცის თავადები რა ჩადიან და ასე შემდეგ ეს სტანდარტული კონსტრუქცია. ეს მე მგონია, რომ არის დიდი ილუზია. ევროკავშირი, რომელიც 1955 წელს შექმნილი ფოლადისა და ქვანახშირის კავშირიდან მოდის, ეს არც ახალი გაერთიანება და არც არასდროს ყოფილა სხვანაირი. დაწყებული, მე მაგალითად ევროპის ისტორიას კარგი შესწავლა ჭირდება. მე მაგალითად ათვლის წერტილად ვიღებ რაღაც 1054 წელს. დიდი სხიზმის მერე, ევროპა სხვა გზით წავიდა, ჩვენ სხვა გზით წავედით აქეთ აღმოსავლეთის ქრისტიანობა და მე სხვა თავისი სწორად განვითარების ვექტორი ქონდა მათ და ჩვენც. მაგრამ მე მინდა რამდენიმე კითხვა დავსვა აი ამ ილუზიების პირობებში. რა არის ეს ევროპული ღირებულებები, რომელზედაც რაღაცებს გვეუბნებიან? რომ თურმე იქ რაღაც 64 არის, სადაც არის რაღაც ევროპული ღირებულებები და ჩვენ თუ იმ 64-ს ვეზიარებით, ვიქნებით ნეტარებაში, მარადიულ ნეტარებაში. რა არის ეს ევროპული ღირებულებები? ვინმე შეუძლია მითხრას? რასაც ძირითადად რაზეც საუბრობენ, ხო, აი რაღაც ეს საბოლოო ჯამში ეგრეთ წოდებული ჰუმანიზმის ეპოქის შედეგი რო ანთროპოცენტრული პოლიტიკა, ანთროპოცენტრული აზროვნება, ჩემი აზრით, ანთროპოცენტრული აზროვნება არის ანთროპოცენტრული აზროვნების გარდაუვალი ფინალი არის დეგრადაცია, იმიტომ რომ ადამიანი დაბადებით წესიერი არ არის. ეს იყო ალბათ საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომ ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანი დაბადებით წესიერი არ არის წესიერი ადამიანი დაბადებით. პატარა ბავშვი რომ საყვარელია, იმიტომ არის საყვარელი, რომ ის არ არის ცუდი, მაგრამ ის კარგიც არ არის. პატარა ბავშვი რომ კარგი გახდეს, იმას ჭირდება აღზრდის და განათლების ძალიან რთული ასკეზების გავლა. და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება არის შანსი რომ გახდეს კარგი. ანუ რასაც ეს цаრიელი დაფა, რასაც დასწერ, იმას წაეკითხავ, რასაც ჩაასხავ, იმას ჩამოასხავ. ასე შემდეგ რა. ამდენად ადამიანი დაბადებით წესიერი არ არის, ანთროპოცენტრული აზროვნება გარდაუვალად მიმართული არის დეგრადაციისთვის. განწირულია დეგრადაციისთვის უბრალოდ. რანაირი მაღალი ზნეობრივი ადამიანიდან არ უნდა დაიწყოს ათვლა, ის ზევით არავითარ შემთხვევაში არ წავა. იმიტომ რომ ადამიანს თავისი ინსტინქტები, თავისი ცოდვა, თავისი აზროვნება, თავისი ესეთი ვნებები რა, პატარ-პატარა ვნებები აუცილებლად ქვევით ეკაჩება. ეს ბუნებრივი რამეა. ხო. და мотиваცია იმისა რომ ზევითი არის. ჰუმანიზმზე მოკლედ ვთქვით რომ ანთროპოცენტრული აზროვნება არის დეგრადაციის. მე მგონი ეგ არის ცენტრალური საკითხი, ხო, რაც ღირებულებებს რაც ეხება. რატომღაც ამბობენ ქრისტიანულ ღირებულებებს და ქრისტიანულ ღირებულებებს ახლა მე ქართველს რომ მეუბნები. იდეაში ხა ანთროპოცენტრიზმი ქრისტიანულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის თავისთავად, რა თქმა უნდა. თუ ანთროპოცენტრულია, მაშინ ქრისტიანული ღირებულებები ვეღარ იქნება. პირიქით ხომ არ არის შემთხვევით.
ქრისტიანული ღირებულებებიდან ანთროპოცენტრული ცენტრიზმისკენ მიმართული ვექტორი ხო არაა შემთხვევით ევროპული ვექტორი, რომელიც გარდაუვალად მოვიდოდა ამ ფინალამდე და მოვიდა კიდეც. ხოლო ეს ახლა იქ როგორ არის და რანაირად ისინი ეს რაც არის ეს ევროკავშირში და ევროპაში რაც არსებობს, ხო? მთელი ეს ამბები ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მათთვის შეიძლება ეს კარგია, მაგრამ ჩვენთვის ეს კარგი არ არის. ეს არის ყველაზე მთავარი. ეხლა საიდან იქმნება ეს მითი, ხო? საიდან შეიქმნა ეს მითი? ეს მითი გუშინ არ შექმნიდა. მთელი მე-19 საუკუნე მიეძღვნა ამ მითის შექმნას. როდესაც ევროპის ზეობის პერიოდი რა. მე-20 საუკუნეშიც ეს გაგრძელდა, დღეს ჩვენთან ვაზროვნებენ ზირთად სწორედ ამ კინოებით რა. მოწონთ რაღაც თავის კინოებში დანახული ეს ევროპა, ამერიკა და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. მაგრამ სამწუხაროდ არავინ არ უყურებს იმ სოციალურ ქსოვილს, რაც ამ ფილმებში თუ აი ამ ნაწარმოებებში აღწერილი. ნაწარმოებები ლიტერატურაში კიდე უფრო შეიძლება დაინახო, მაგრამ ფილმებში ეგრეთ წოდებული კინომაგია პირდაპირ ესეთი რამეა, რომ როდესაც უყურებ ახლა ოდრი ჰეპბერნიან, სოფი ლორენიან, ალენ დელონიან რაღაც რომ არის ეკრანზე, იქ სოციალურ ქსოვილს აღარ უყურებ უკვე რა. ხო, ჭრდილობს რა, კინომაგია ქვია მას და არის ესეთი უძლიერესი პროპაგანდისტული იარაღი ჰოლივუდი, რომელიც ამაზე მუშაობს. და მთელი ეს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო ჰოლივუდი. და ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. აი მაგალითად ჰოლივუდის რაობა, ჰოლივუდის არსი ყველაზე კარგად აღწერილი მე სადაც მინახავს, ეს არის ილია ელფის და ევგენი პეტროვის ერთსართულიანი ამერიკა. სადაც აი ჰოლივუდის მთელი ეს მთავარი არსი რაც არის ფანტასტიკურად აღწერილი. რომ ეს არის უძლიერესი პროპაგანდისტული იარაღი, მან შექმნა ეს კონსტრუქტები და რომლითაც დღესაც აზროვნებს ხალხი. და მაგალითად ახლა ბონი და კლაიდზე გადაღებულ ფილმს რო უყურებს და აქ რაღაც მაგარი კროტოი ბიჭები რო რაღაც ისვრიან და რაღაც არავინ არ უყურებს, იქ შინაარსო უკაცრავად ბონი და კლაიდმა რა ასაკში დაამთავრეს თავისი მიწიერი ცხოვრება. 35 წლის ასაკში, ხო? როდის, როგორ დაამთავრებს, რა ვითარებაში. მე მაგალითად არ მინახავს სტატისტიკა, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ნაიარევის სახის გამოსვლის შემდეგ კოკაინის მოხმარება აუცილებლად გაიზრდებოდა, იმიტომ რომ პირდაპირი რეკლამაა კოკაინის მოხმარების. არის თუ არა ეს, ხო? გადასარევად თამაშობს არაფერს არ ვერჩიას ალპაჩინოს და არ თელამ რეჟისორებს, კრიმინალური საგაა ჩვეულებრივი. მაგალითად ვინ არის გაზომილი სხვათა შორის ეს სტატისტიკა, როდესაც გადაიღეს ნათლი მამა. და მისი დამოკიდებულება იტალიური მაფიის მიმართ დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში და თვითონ იტალიაში როგორ შეიცვალა. რადიკალურად შეცვალა, კინომაგიამ შეცვალა. და ასე ფილმებით აზროვნება ხლა მიდის დღესაც. კლიპური აზროვნება. არავინ არ უყურებს იქ იმ რეალურ სოციალურ ქსოვილს, არავინ არ უყურებს იქ რეალურ რაც არსებობს რეალურად. ის თვითონ პროპაგანდისტულია, პრეზიდენტი რო ჯდება თვითრინავში და თვითონ მიუძღვის არმადას და უცხო პლანეტელების გარო იგერიებს. ეგ ეს პროპაგანდაა. არა. არის რომელიც ეს როგორია, იცი? საბჭოთა კავშირი რო ვერ მივიდა მაგ პროპაგანდის ესე იგი დონემდე ესეთი პროპაგანდა არის, ხო? ბოლოს ესე იგი არის და ვებრძვით უცხო პლანეტელებს და ბოლოს პრეზიდენტი უნდა ჩაჯდეს წინ თვითრინავში და რომ მიუძღოთ ალექსანდრ მაკედონელი, ისე მიუძღვის და აფეთქდება და მე ყველა ბედნიერია. ხო, ეს ბოლო ორ პრეზიდენტს ცოტა გაუჭირდება. ხო, მაგრამ ეს ხო ტვინში ესე ჯდება, რომ მათ უნდა მსოფლიო და ამას უყურებს შეულებრივი და მათ უნდა იხსნა მსოფლიო. კი. არა, ეს მაინც დამეცის უნდა იყოს, შეიძლება ფრანგი ამერიკელი პრეზიდენტი უნდა იყოს და პილოტი უნდა იყოს და ეს პილოტი უნდა ბოლოს და მუსიკაც ესე შეიცვლება და სულ სხვა სიტუაცია იწყება, ესე ვთქვათ. ხო, ბოლო პრეზიდენტიზე კი ახსენეთ, მაგრამ პრინციპში თუ ადევნებთ თვალყურს მის თეთრი სახლის, ესე ვთქვათ, საპროპაგანდისტულ ვიდეოებს TikTok-ზე მხდება ხშირად, ხო? აი დაახლოებით მაგ ნაწილშია, ზუსტად მაგ მდგომარეობაშია, რომ აი ასე კი არ უწყობს ხელს, მაგრამ თვითფრინავში შეიძლება ჩაჯდეს და შეიძლება გაფრინდეს და წინ გაუძღვეს აი ამ არმადას და ყველაფერი გააკეთოს ისეთ როგორც. მაგრამ აი ღირებულებებზე ჩამოვიდა ჩვენ ამას სხვათა შორის
ღირებულებებს ხშირად ვახსენებთ, მაგრამ მსჯელობა ღირებულებებზე მე პრაქტიკულად რო გითხრათ, აი რაღაცა თითქოს კითხულობდა უყურე, მე პრაქტიკულად არ მინახავს. ესე იგი ეს არის ეს აი ამის უკან რადგას აი ამ ოთახში არის მხოლოდ ღირებულების და ყველა შეთანხმებული ვარ. ხო და მაგას კითხულობ. ეს აი ამის არა მე არ ვამბობ რომ არ რადგას, მაგრამ აი უბრალოდ რადგას ესე იოლად როცა მოსვამ ესე იოლად უნდა ვიტყვით ეს მოდი ხლა ეს გავხსნათ ეს შოვილი ხა ეს კარგი, იმიტომ რომ ჩვენ გარკვეულწილად აქ მხარეს გადავიტანეთ ამბავი რომ ჯერ იყო ეს რეალობა იყო და ადამიანებს გერჩეროდათ ეს ძალიან რეალური იყო კომუნიზმის შენებლობა. ეს არის უბრალო საქმე დღეს რო ვიღაცას ეს იყო კომუნიზმის შენებლობა, ეს სხვა საქმეა, ჯეროდათ ბევრ ადამიანს და ბოლოს ისიც კი იყო რომ 1980 წელს უნდა ყოფილიყო. ეგ ნიკიტას დაპირება იყო. ხო, მაგრამ ერთ-ერთი ის გამოიწვიათ რომ ადამიანებს გამოეცალათ ჯერ რელიგია წაერთვათ, შემდეგ ეს წაერთვათ რომ სიმყარე ჭირდება აი რაღაცა ხო უნდა იყოს მიზანი გინა სოციალური, პოლიტიკური და ვარქვა და დაინახეს რომ კომუნიზმი არ შენდება. თუ კომუნიზმი არ შენდება, მაშინ რაღაც უნდა მოიწვიოს და წავიდა კორუფცია. ამ ერთ-ერთი თვითო იდეოლოგია. სხვადასხვა ამას შევიდა მისი სპეცსამსახურები, რომელიც აქამდე იკავებდნენ. და აირია მონასტერი. შემდეგ არის ესეთი ჩვენთან ეგეთი სიტუაცია ყურა. საქართველოში ალბათ ბალტიისპირეთში ეს ქვეყნებში რომელიც თვითონ ეს პატარა ქვეყნებში რომელიც თვითონ არ ქონდათ დამოუკიდებელი პოლიტიკა ჩვენ ხო გინა ფრთის ქვეშ დავარქვა და გინა საპყრობილეში ხო საქართველოში ხო ეს არ წყდებოდა. შემოშავდა ჩვენ ხშირად გულაპარაკი ამაზე იდილია რომ დამოუკიდებლობა ვიღაცას უყვარვარ და ვიღაცას არ უყვარვართ. კი ბატონო. პირდაპირ მნიშვნელობით არის. ოღონდ ეს დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ისტორია ჩვენთან არ მომოფეხა დღეს არ შევიდეთ ამაში ცუდად ისწავლება თუ კარგად ისწავლება, მაგრამ სხვადასხვა დროს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ჭრილში უყურებთ, შეწუხებული რო იყო ერთის მხრიდან უყვარდათ სპარსეთი. რაღაცა რო შეწუხდებოდათ უყვარდათ ოსმალეთი, ორივე რო შეაწუხა უყვარდათ რუსეთი. ესეთი სიტუაცია, იმიტომ რომ იმასგან ესე ვთქვათ, უარესი. ესე იყო ეჩქილო კავკასია და ეგეთი სიტუაცია, მაგრამ და ასეთივე იმით შემოვიდა ევროპა ამ სიტუაციაში და ჩვენ ხო ჩანაცვლებელი და არ შემოვიდა ის რაც თქვა დასაწყისში ადამიანების ამბავი ხო მიანიშეთ ახლა ბავშვზე რომ ადამიანების დონეზე და სახელმწიფოების დონეზე რაც არსებობს ეს მოგწონს თუ არ მოგწონს ვინ როგორ გინა სადაგრძელო სიტყვის კეთილშობილურს ადლექს დაწერს ამაზე ეს არის ინტერესთა ბრძოლა რაც კაცობრიობის სიტუაციაა. ნუ დავაყოლოთ რომ სამწუხაროდ ეს რაც არის კაენის და აბელის ტრაგედია ეს ადამიანებს მოსდეთ როგორც კი პირველი ინტერესთა კონფლიქტი მოხდა როცა დედამიწაზე სულ 2 ადამიანი იყო და მაშინვე და ეს შემთხვევით არ არის ამბავი აღწერილი რომ აბელის მოდგმა კი არ წავიდა კაენის მოდგმით წავიდა და ეს ადამიანები იბრძვიან. აი მაგალითად ჩვენ ეს უყურეთ აი ჩვენ დამოუკიდებლობა რო იყო ჩვენ ორი ქვეყანა ყავდა გარანტორი და ვაცხადებთ რომ ჩვენ ისტორიას ვასწავლეთ ორი ქვეყანა იყო ჯერ გერმანია და მერე ბრიტანეთი რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას დაეხმარნენ. სინამდვილეში რეალურად რო შევხედოთ და ესეც ჩვენ პოლიტიკური იმით ვასწავლედით ამას და პოლიტიკური იმით გვეწოდებოდა რომ ეს იყო ერთ-ერთი საყრდენი ჩვენ დამოუკიდებლობის. სინამდვილეში ეს იყო ორივე ოფიციალურად კოლონიური ჯარი იყო და გარდა მაგისა ჩვენ რაც გავუვართ ის ხელშეკრულებები რა ხო იყო დადებული მათ შორის ეს წიაღისეული სიმდიდრე და ყველაფერი ეს ხო 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიპეტიები. არავით არის ქედუხრელი ბრძოლა აქ არ ყოფილა ვერნერ ფონ შულენბურგის და გენერალ კრეზენშტაინის დაჟინებული რეკომენდაციით გამოცხადდა დამოუკიდებლობა. იმიტომ რომ რუსეთის იმპერიის ნაწილთან რაღაცა წიაღისეულზე ბაქოს ნავთობზე ჭიათურის მარგანეცზე ხო რატო უფრო ესე იგი ჩვენ აი ინტერესის თემა ინტერესის ამიტომაც ერთ-ერთ სიტუაციად შემოვიდა და ეხლა რა არის მეორე მხრივ ეხლა იზრდება მე ჩემი ასოს ვამბობ არანაკლებ მცდარი სიტუაცია რომ ეხლა გინა თუ არა ცუდების ეს ერთ-ერთად შემოვიდა გული რო გეწყინება ვიღაცისგან აი რომ მიაწერ რაღაცას მე რო გეწყინება მე უკვე ყველაფერი ცუდის სათავე ხდება არა ჩვეულებრივი სიტუაცია
ახლა ჩვენ ვაუბრობთ სათავე და ღირებულებები. აი მაგალითად ერთ-ერთი სადა დემოკრატია სიტყველი. კი ბატონო, ათენში იყო დემოკრატია. მაგრამ ათენში დემოკრატია იყო თავისუფალი ადამიანებისთვის ჯერ ერთი. და არა ყველა ათენელისთვის. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ის ღირებულებები კატეგორიულად, იდეოლოგიურად და პოლიტიკურად ეს არ ვრცელდებოდა ბარბაროსებზე, რომელშიც ჩვენც მოგვიაზრებთ. ერთი ნიუანსი იყო, რომ ერთ-ორჯერ უწერი აიგენ თითქოს ბარბაროსები არ არიან ახალი ცისქვეშეთში. ხო, ეს ამბავი იყო, იმიტომ რომ ეს შენზე რა ვრცელდებოდა, იქ როგორ უნდა გავრცელებულიყო. ეხლა ეს ღირებულებები თქვენ ახსენეთ. ერთ-ერთი ეხლა ასეთი ღირებულებები, ესე ვთქვათ, საუბარი რამიცა აზიამ, რამიცა ვთქვათ ამერიკამ, რამიცა ადამიანებმა. არის ალბათ რაღაც ღირებულებები, რომელიც საერთო არის, ფილოსოფიურად რომ ისო. სხვადასხვა უყურებდი მე რამდენიმეჯერ აი დონეზე მიდის და ვეფხისტყაოსანიც კი რომელიც ვიცით რომ დიდი ამარა მაინც ესე კითხვით არიკლავენ და მიმდინარეობას კი გაჩნდა და უსვენდი წერლობაზე აქვს პრეტენზია და ცოდაზე და გაყვეს ეს რაღაცნაირად და ავთანდილის აპოლოგეტები გახდნენ ესე იგი ეს ხო ისე ხარ შეუულიათ რომ ვიღაცას არ დაუპირისპირდეთ და აი ეს არის ავთანდილისტები გახდნენ როგორც პროევროპელები აი ამაში გულისხმება და ცოტა ესე ვთქვათ ტარიელს არაბი ავთანდილი არის ევროპის სახე ხო ხო როგორ რაციონალი და ასე შემდეგ მაგრამ და ის რომ რუსთაველი ამბობს რომ ტარიელია მთავარიო ის ცოტა შეეშალა რუსთაველს ხო ცოტა შეეშალა მაგრამ ერთ-ერთი ღირებულება ხა ევროპელების არის ღირებულება თუ სოფხერდელობა არის რასაც პრაგმატიზმი სხვათაშორის და ამაში თუ რასაც ეძებენ ხო ირონიით გერგეონები მაგალითად თუ შედავთ ავთანდილი არის პრაგმატულად აზროვნებს მაგრამ რუსთაველი მაინც თვითონ რუსთაველი აშკარად ახლა აღარ შეგახსენებთ არც არავის რომ აშკარად ტარიელის არაპრაგმატიზმისკენ იმღირებულებას უფრო აღიარებს მაგრამ ასო ევროპის ეს არის ფული სიმდიდრის დაგროვება საკუთარი პროტესტანტული ეთიკა ხო ინტერესების შემოზღუდვა არა მარტო პროტესტანტული აი კათოლიკური ეს ერთი მაგრამ ეს ახლა რო თქვა რომ ვინმეს ეს არ უნდოდა თქვა ესეთი მომენტი არ არის ხა ისეთივე იყო ჩვენთანაც გქონდა აზიაში ძირითადად ადამიანები თავისი ქცევებით თუ ჩავალთ ეს სიტუაციამდე იქცევიან ესე ვთქვათ დაახლოებით ერთნაირად ესე იქცეოდნენ ინდიელებიც ახლა რო შევიდე ესე იქცეოდნენ აცტეკებიც იქ იმ დაპყრობილ ტომებში ხო ესე როგორც კი ადამიანს ესე იქცეოდნენ ჩინელები რომლებიც თავის ზეობის ხანაში თქვათ არავის არ იჩნევდნენ თავის ტოლად ეს როგორც ჩანს ადამიანს გვჩვევია როგორც კი ოდნავ რაღაცა მდგომარეობას მოიპოვებს იმიტომ იყო თავის სოციალური ამიტომაც რომ ავიღოთ ხო ჭრილში რომ შევხედოთ ეს ადამიანის მოწყობას ადამიანს გვჩვევია რომ შენი თავი განსაკუთრებულად წარმოიდგინო მე ეს ინსტიტუციურად გააფორმა მე ეს თავადაზნაურობა შემოვიდეს დღესაც არიან ხო ამისი აპოლოგეტები ადამიანები კი ბატონო პატივისცემის ნიშნად რომ მაგრამ ადამიანები რომ ბუნებითად არიან ასე ვთქვათ დაყოფილები ეს ამბავი არის მაგრამ ახლა ჩვენ რა ვთქვა ესე იგი ეს გარემოება არის რომ აი ვიღაცა არის ესე ვთქვათ იმიტომ მას შეუძლია თუ არა რომ ჩვენ უანგაროდ გვეხმარებოდეს ესე ადამიანი ესე იგი ადამიანი რომ მოდის და ჩვენთან ურთიერთობა აი როცა ჩვენ ბაზარში მივდივართ ბაზარში და რაღაცას ვყიდულობთ აი და იმის ფერ რაღაცას ჩვენ როგორ ვიქნებით გახილ ჩვენი ინტერესებია თუ ჩვენ სოფლის მეურნეობის წახალისება გვინდა ხო აი ეს როგორ მიუდგები ამ სიტუაციას თუ იმას რომ მოაქვს ეს შენ თვითონ უნდა რომ შენ რო თვითონ უნდა რომ მოგება ნახოს თუ ჩვენ ამ არის რომ ჩვენ ამ ინტერესების აღქმა არ ხდებოდა ხშირად სწორად რომ ინტერესების დაბალანსება უნდა მოხდეს და არა ის რომ ჩვენ ახლა ვიდგები და ევროკავშირი იქნება ეს თუ სამხრეთ კავშირი იქნება სამხრეთ თუ ნებისმიერი ადამიანის კავშირი ნებისმიერ ქვეყანასთან ესე ვთქვათ კავშირი ნებისმიერ რეგიონებს კი არა აი ესეთი და უანგარო დამოკიდებულება არის დედაშვილობაში. იმიტომ რომ დედის ინსტინქტია და მშობლის ინსტინქტია თავგანწირვა ადამიანისთვის, რომელიც მას შექმნა. თუ ჩვეულებრივ ადამიანებში არის ინტერესების და ჩვენ ხშირად უყურებთ ადამიანის სიტუაციებს, როგორც კი ეხება მის ინტერესებს,
მის ინტერესებს როგორც კი შეეხება თუ იმეს ფილოსოფია არ უნდა აი პოლიტიკურ ველზე გადახედოს თუნდაც რაც ყოველდღე ხდება ტელევიზორში და როგორც კი ადამიანის პირადი ინტერესებს შეეხება იმ წუთშივე ტრიალდება მისი მთელი სამხედველობა რომ მიდიოდა ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ რაღაც სამხრეთ აღმოსავლეთისკენ პოლიტიკურად რო უფრო ისეთი იყოს ეგ მე მგონი არის ხო ეს ჩვენთვის დიდი ამბავი აი მაგალითად ქვეყანაში ხშირად აი შეთა ბევრჯერ ვთქვი ჩემ ახალგაზრდობაში თქვა იყო ხოლმე რომ ჩამოხვიდოდი უფრო საცილდებოდა ახლა ეს ნუ რათელი იყო რომ უშეთის ადამიანი იყო ეს პროტესტული დამოკიდებულება ჩვენ ყოფიდონ აი ბალტიისპირეთში ჩამოხვიდოდი და უყარვართ ხო ბალტიისპირელს და ჩვენ საქართველოში იყო წვენა რომ ბალტიისპირელს უყარვართ და ჩვენც და ნუ საქართველოში ახლა იქ იყო მზე იყო როგორც იყვიან ისეთი ცხოვრება იყო და ჩვენს ყველა გვიყვარდა და გვეგონა რომ აი ახლა გავალთ ეს ცახთა დაინგრევა ეს ხალხთა საპყრობილე და ჩვენ ასეთი კარგი კეთილშობილი ჯობს სიცოცხლეცან აძრახსა ვაზო დაწუნულო არა დალალო და დალალ დაწუნულო და ესეთი და ჩვენ ესე კეთილო ჩვენი სადღეგრძელოები და ჩვენი პოეზია გვიყვართ ესე გვიყვართ ფილმი გვიყვართ და ჩვენ როგორ შეიძლება არ უყვარდეთ აი ლექსიც არის საქართველოს არ უყვარდეს ხოლმე წარმოუდგენლად უცებ აღმოჩნდა რომ ზოგს უნდა რომ გზა გაატაროს ზოგს უნდა რომ რაღაცა გამოიტაროს ზოგს ეს არის ნორმალური ეს მაგალითად ისტორიაშიც კი შესაძლებელი რაღაცები თუ ჩვენ ხშირად არის წამოწევი რატო ესეოდა იმიტომ რომ დაიბადა სადღაც არ დავასახელებ ესეთი ბოროტი რომელსაც უნდოდა რომ ქართველები აეწიოკებინა ხო და აი არ შეეძლო რომ საქართველოს არ აეწიოკებინა და ეხლა თანდათან უნდა შეუსწავლოს ეს სოფლიო პროცესები ეს იყო ჩართული და რაც დღეს ხდება არავითარი ჩვენს მიმართ არც განსაკუთრებული ყველაზე რო ახსენებ არც განსაკუთრებული მტრობა არ აქვს ახლა არ გამორიცხავ რაღაც და რაში ჭირდება მაგრამ არის მისი საკუთარი ინტერესი აქედან მიიღებს ერთ ასე თუ მოხდება ასე ეღირება რაღაცა და ასე მიიღებს 1 ევროს და ასე მიიღებს 2 ევროს ეს არის აი ამ ღირებულებებზე შეიძლება ვისაუბროთ ჩვენი პრობლემა მანდ სწორედ იმაში ხო და რაც შეეხება მეორე ასე ხშირად ხდება ხოლმე ასოცირება და ესე წარმოდგენილი ისტორიას როგორ მოუყვება და პროპაგანდას სისასტიკესთან არის ერთ-ერთი რო თქვით ეს ფილოსოფია აი სისასტიკესთან რომ ტრადიციულად ესეა რომ აზია ეს როგორც მიაწოდებ რომ არის უფრო სისასტიკესთან ასოცირებული ევროპა არის ჰუმანისტთან ასოცირებული ხო არა ეს არის ევროპაში იყვნენ დიდი ჰუმანისტები ისე როგორც აზიაში იყვნენ დიდი ჰუმანისტები, ხო? მაგრამ მთლიანობაში რო თქვა, სახელმწიფოების დონეზე დედამიწაზე სისასტიკის კოეფიციენტი ესე რომ გავზომო, ეს დაახლოებით ესე ვთქვა თანაბარია და ყოველ შემთხვევაში უამრავ მაგალითებს მოიყვანენ ესე ადამიანები თუეთეს თუ ცოტა გაბრაზებულები არიან ევროპულ სისასტიკეზე, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ სისასტიკეზე დედამიწაზე რაც მოხდარა, თუმცა არც აზიელები არ ჩამოუვარდებიან და ისე ვკითხარით არც ამერიკელები, აცტეკები და ესე ვთქვათ ასე შემდეგ. ესე ამ თვალსაზრისით არ არის. ასე რომ ჩვენ ერთიანად არის ეს დედამიწაზე მიღებული და ჩვენ უნდა შევეგუოთ ამ ერთიან დედამიწაზე ცხოვრებას მე ესე ვფიქრობ ეს არც და სულ უნდა ვზობოთ რა ინტერესი ამიტომ გადავიდეს რა ინტერესი გაქვს ახლა კარგი ხარ ცუდი ხარ ამიტომ ნებისმიერ რეზოლუცია და ნებისმიერი მოძრაობა და სხვათა შორის ესეთი ყურადღება საქართველოს მიმართ ესეთი ყურადღება უკვე ნათელია რომ ეს ინტერესები იმიტომ რომ იმ დროს როდესაც მართლაც ჩვენ ძალიან ძიმე დღეში ვიყავით და აი მართლა ხუბანის ველოდებოდით ესეთი ინტერესი კი არ იყო ამის 1000-ზე ინტერესი არ იყო ესე ვთქვათ ჩვენს მიმართ მე ახლა არ გულისხმობ მარტო 70 წელიწადს მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე თუ ჩვენ საჭირო არ ვიყავით როცა ჩვენს მიმართ ინტერესი ჩდება მხოლოდ იმიტომ რომ ესე იგი რაღაცაში ვარ საჭირო ესე მოხდა 18 წელსაც როცა ბაქოს ნავთი წვდომა იყო ბაქოს ნავთთან საჭირო და ასე ეს გეუბნებით ვინმე ცუდი და კარგი არ არის ეს იმიტომ რომ ადამიანები ვართ ესეთი და ალბათ სხვადასხვა სიტუაციაში ქართველებიც ზუსტად ესევე ჩვენი პრობლემა და აი ეს მინდა თემა რო გავაგზავნოთ ინტერესის საკითხი ჩვენი პრობლემა არის რომ აი წეგან ვასიკომ ახსენა რომ გავნაწყენდებით ხოლმე რაღაცეებს ხო ანუ და ეს განაწყენებაც აბსოლუტურად გასაგები ხა ემოციები იყო ადამიანისთვის და ესეთი მისი თვისების ნაწილია ესე ვთქვათ ხო და
აბსოლუტურად გასაგებია რომ განაწყენია, მაგრამ გავკვირდებით ხოლმე კიდე. გაკვირდებით ყველაფერი. გაკვირებულები ვართ ხოლმე. აი ეს როგორ ხდა ახლა კაცო, აი ლიტველმა ეს როგორ უნდა ეკდა ლიტველს, და გერმანელს ეს როგორ უნდა მოუვიდეს და ახლა შევამოთ კაცო, იქ ხო გოეთე იყო და რა შუაშია გოეთე. ადამიანს თავის ინტერესი აქვს. ხო, და შესაბამისად აქ მეორე პრობლემა ისევ ის ანუ ამ განაწყენებაში რა თქმა უნდა ეს ილუზიები ჩანს, რომ ჩვენი წარმოდგენები, ჩვენი ილუზიები ამ გარემოსთან დაკავშირებით, რომ იმათ არ შეიძლება, როგორ შეიძლება ესე გააკეთონ ასე. შემდეგ მეორე ის პრობლემაა კიდე, რომ ეს განაწყენებაც არ მოქმედებს იმაზე, რომ ჩვენ რაციონალურად დავждეთ და დავიწყოთ ფიქრი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რატო ხდება, ხო? ანუ ეს მისაფუძვლები რაშია, ჩვენთვის რა სარგებელი აქვს ამას ყველაფერს და ასე შემდეგ. ამიტომ აქ ინტერესების გაგება, მაგალითად ევროპელების ინტერესების გაგება, არის ერთ-ერთი საკვანძო რამ, რაც შეიძლება ჩვენთვის იყოს საინტერესო, ხო? ანუ რა უნდათ? აი ახლა რა უნდათ? მაგრამ მე მაინც გონია რომ ბატონი ვასილის ნათქვამს გავაგრძელებ. როდესაც საუბარია ინტერესებზე, ხო? შემდეგ აღმოაჩენ მთელი ამ ასე ვთქვათ ზნეობრივი და მთელი ამ ემოციური განხილვების შემდეგ აღმოაჩენ რომ მარტივად ინტერესები არის, რომ იქ რაღაც 2.5 ევროთი უფრო ზვირი არის რაღაც სიტყვაზე ვამბობ რა მაგალითად, ხო? აი აქედან გამომდინარე, სწორედ ჩვენ პირველ რიგში უნდა უყუროთ იმას, არა იმას თუ რა ჩანსეს ზედაპირზე ემოციურად, არამედ რა გვინდა ჩვენ. მათი ინტერესებში გავყვება გასაგებია, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ჩვენ ინტერესებში გავერკვეთ. რა გვინდა ჩვენ. ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი. ეხლა მთავრობას აქვს ესეთი ინიციატივა ნათქვამი განვითარების 10-წლიანი პროგრამა. მე ვთვლი რომ უფრო ხანგრძლივი პერიოდზეც უნდა იყოს საუბარი, მაგრამ მინიმუმ ეს ძალიან კარგი რამეა. მთავარი არის შესრულების ხარისხი როგორი იქნება ამის. განვითარების პროგრამა, რომელიც პირველ რიგში ეფუძნება შიდა არსებული რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას. თუ გაიხსენებთ მსოფლიოს ეკონომიკური ისტორიიდან ესეთი მკვეთრი კრიზისულ პერიოდში ყოველთვის მედეგი არის ეკონომიკა, რაც უფრო ავტარქიული ეკონომიკა, მით უფრო მედეგი არის საგარეო კრიზისების მიმართ. და ამდენად ეხა ჩვენთან კი არის ეკონომიკურისდაც არის, შემოსავლებისდაც არის შვენიერი რამეა, მაგრამ ეს ჯერ ჩვენთან ნეპის და არის ეს. ნეპის ზრდის მთავარი პრობლემა არის, რომ მას უსაფრთხოების ბალიში თითქმის არ აქვს. და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ანუ ჩვენ ინტერესებში უნდა გავერკვეთ პირველ რიგში. ეს არის განვითარების 10-წლიანი პროგრამა. ეს არის განათლების რეფორმა. ეს არის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ეს ყველაფერი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამეები, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენ ინტერესებში გავერკვეთ, რა გვინდა ჩვენ პირველ რიგში. და შემდგომ უკვე ამ ინტერესებიდან და ეს თქვა, აბა რა შეიძლება გვინდოდეს ჩვენ. ეს პირველ რიგში ეს არის დასაწერი. რომელიც აი ერთი სიტყვით რო ითქვათ, ერთი სიტყვით ანუ სამი სიტყვით. კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ხო. კეთილდღეობა და უსაფრთხოება და პროგრესი ვთქვათ, ხო, არ ჩამოვჩეთ, აბა კეთილდღეობა და უსაფრთხოება და პროგრესი. კეთილდღეობა თავისთავად გულისხმობს პროგრესი. კი ბატონო, ხო, არ კეთილდღეობა და უსაფრთხოება. კი, შვენიერი რამე. ხო, ორი სიტყვაში კეთილდღეობა და უსაფრთხოება გვინდა. თუმცა ეგრე შეგვიძლია საერთოდ კეთილდღეობა ვთქვათ, უსაფრთხოებასაც მოიცავს. კი, უსაფრთხოება ამის დამხმარე ინსტრუმენტია. რომელიც ესე ვთქვათ, მაგრამ სწორედ ეს კეთილდღეობა, სინამდვილეში კეთილდღეობისაკის სწრაფვა არის ის მთავარი, ერთი ორი წიგნიც მაქვს წაკითხული და ესე რომ ეს არის სწორედ ის მთავარი ღირებულება, რაც არის ევროპაში და რაც არის იაპონიაშიც და რაც არის ავსტრალიაში. ადამიანებს უნდათ კეთილდღეობა. ეს ერთ-ერთი და როგორ მოიაზრებს ამ კეთილდღეობას, ამაში ყველაფერი შედის. ცხელი წყალით შედის, გაზით შედის, ვეფხის ტყავსით წაკითხვაც შედის, ბავშვის გაზრდაც შედის, განათლებაც შედის. ამისთვის მინდა ამა და უსაფრთხოება თავისთავად, ეს არის ბალიში რაც ახს. აი ეს რითება. ჩვენი ამბავი ეს უნდა იყოს. ეს მე ჩემ კეთილდღეობას ხელს უწყობს თუ ხო, აი ეს არის ამბავი. კეთილდღეობა, ეს არ არის სამარცხვინო სიტყვა. და თან ერთი რაღაცა უნდა ვიცოდე, შენი კეთილდღეობა ყოველთვის არ არის პროპორციული, შეიძლება ვიღაცის კეთილდღეობა, შეიძლება სხვისი კეთილდღეობა
შენ კეთილდღეობა იცით მაგალითად რო ვთქვათ, როდესაც ეტყვი მაგალითად მე როგორც წარმოშობის სტატისტიკოსი და სიღარიბის პროფესიონალი ღარიბი ასე ვთქვათ. სიღარიბის დიაგნოსტიკა, ანალიზი ჩემი სპეციალობა ერთ-ერთი, ხო და სიღარიბე ორი სიტყვით რო ვთქვა, არის კეთილდღეობის ნაკლებობა. მაგრამ აი კეთილდღეობა რა არის, ეს აქედან იწყება თავის ტკივილი, იმიტომ რომ ხა კეთილდღეობა ილია ჭავჭავაძის და ანდრეი ჩიკატილოს კეთილდღეობა სხვადასხვანაირი რამეა, ხო? ანუ უამრავი შეთანხმებებია, ხო, საჭირო და რაღაც ერთიანი მოდელის გაკეთება ამისთვის საჭირო. მაგრამ მთლიანობაში კეთილდღეობა და უსაფრთხოება ეს მოიცავს ჩვენი ამ ქვეყნიური არსებობის ერთ-ერთ მთავარ მიზნებს. ხო, მერე სასაკვირველია ეს უნდა მთელი ამბებია, ხო, შეგნი სოციალურად თავის გარანტიები. ჯერ ისე უნდა თქვა რა არის კეთილდღეობა განვითარების 100 წლიან პროგრამაში სწორედ არის ესეთი რაც უნდა გაკეთდეს ჩემი აზრით არის სწორედ ეს კეთილდღეობის მოდელი უნდა აღეწეროს და აი ამ მოდელის რეალიზაციის გზები ზომვად მაჩვენებლებში. და აი მაგალითად ახლა DCFTA-ს თუ წაიგითხავთ, ხომ არის ეს ჩვენი ევროპასთან 64-ში შესვლის დასავლურ 64-ში შესვლის ისა, ასე ვთქვათ, გეგმა. იქ თუ წაიგითხავთ, ყველა დაპირება, რასაც გვპირდებიან, არის დეკლარაციული ხასიათის. აი ეს ადგილზელოს რომ იტყვი ამ ყანწით გაუმარჯოს რაღაცას, რაღაც ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას ასე. ყველა დაპირება არის დეკლარაციული ხასიათის, ხოლო ყველა ვალდებულება არის კონკრეტულად აქ და ახლა. როგორც არის, მაგალითად, საგარეო ვაჭრობის რეგულირება მეოთხე კარში, ფიტოსანიტარიული ნორმები მეორე კარში, ტრანსპორტის რეგულირება მხოლოდ 292 და რაც უამრავი რამე, განათლების რეგულირება პირველ კარში. უსაფრთხოებაზე არის ძალიან ზოგად ისეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტები როგორ უნდა იყოს, რა უნდა დააკმაყოფილოს და ხშირ შემთხვევაში რო ვთქვათ, ეს ნიშნავს ფაქტობრივად არსებული სახარო ვთქვათ, არავითარ უნდა შევაშინო, ბევრ შემთხვევაში უბრალოდ აკაფას და განადგურებას გულისხმობს. იმიტომ რომ არ აკმაყოფილებს. პრაქტიკაში კიდე რა შეეხება თუ რამეში, ასე ვთქვათ, სუბსიდირებას გააკეთებენ, ვენახების აჩეხვის სუბსიდირებას აუცილებლად გააკეთებენ. ესე არა. გაიხსენეთ რა, ლეხ ვალენსამ დაიწყო თავისი მოძრაობა სოლიდარნოსტი გდანსკის დოკებიდან, ხო? არისტოტელე ონასისი იყო დიდი გემთმლობელი და საბერძნეთის გემჩენებლობა იყო ერთ-ერთი მოწინავე. აბა ჩაბრძანეთ ახლა გნებავთ საბერძნეთში და გნებავთ პოლონეთში და ნახეთ თუ ყარ არის გემჩენებლობა. სუბსიდირებული იყო მისი განადგურება. შემთხვევით იმიტომ ხომ არა რომ კილის და როსტოკის დოკები ყოფილიყო კარგად. ესეა ბულგარეთის სოფლის მეურნეობა. გასაკვირველია კვების მრეწველობა ბულგარეთის. ასეა მაგალითად ლატვიაში იყო თუ ლიტვაში ატომური ელექტროსადგურის დახურვა და მე მახსოვს გადასარევი ესეთ სცენა იყო ურსულა ფონ დერ ლაიენი და ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა საზეიმო ვითარებაში გამორთეს რუბილნიკი, მე სპეციალურად არ მომხმობს ქართულად. რუბილნიკი გამორთეს საზეიმო ვითარებაში და საშინელი რუსული დენისგან გადაერთენ ევროპულ დემოკრატიულ დენზე. და სულ რაღაც ერთვეში იმავე დღეს სხვა შორის საიტი აღარ მახსოვს ზუსტად არის საბითუმო ფასები ელექტროენერგიის ევროპაში. ზუსტად მეორე დღიდან 3-ჯერ 4-ჯერ გაზვირდა დენი. ბალტიისპირეთში. კი. ესე იყო. ხო, ესე იგი ჩვენ რომ მივიდეთ, ესე იგი კეთილდღეობა და ეს არაფერი. ერთხელ ნახვით შეყვარების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური საშუალება არის შეხედე მეორედ და უფრო დაკვირვება. ხო და რატო ვიცით რომ რასაკვირველია ძალიან საინტერესოა ღირებულებებზე საუბარი და ღირებულებებში გარკვევა. ეს ფილოსოფოსების თემაც არის ასე შემდეგ, მაგრამ გაცილებით უფრო პრაგმატული არის გიორგი ბესევგონია რომ აი ამ სფეროში ვიც პოლიტიკურად ცდილობს პროგნოზები გააკეთოს და არა ზოგადად აბსტრაქტულად ჯელოს ფილოსოფიურად, ხო? რომელიც აღნიშნულოვანია ეს ინსტიტუტების და ეს დაждდომით საკითხია და ეს არ არის ტელევიზორში გასახილველი. ღირებულებზე კი არა, უნდა ვისაუბროთ ინტერესებზე. ღირებულებებზე საუბარი ეს ზოგადად ადამიანის ეს ძალიან პირობითი რაღაცებია რომ აი ესე ვგეუბნები რომ ადამიანის ზრუნვის ფილოსოფია იყო თქვათ ევროპაში და თქვათ ეს არ იყო ესე თქვათ ჩინეთში და ასე შემდეგ ან ვინ როგორ იზრუნა სხვადასხვა დროს იმიტომ რომ აქაც უამრავი სპეკულაციები დაიწყება ახლა იქიდან როგორ მოიქცა ის როგორ მოიქცა იქ როგორ ექცეოდა ადამიანებს ადამიანებმა ზოგადად ჩვენაც გადავხედეთ ჩვენ ადამიანური ისტორია არის დიდი სისასტიკეების ისტორია
ეს არ იყოფა მაინც და მაინც ეროვნებებისა და სახელმწიფოების. მე არ ვფიქრობ, რომ დიდ სახელმწიფოებს, ხა პატარა სახელმწიფოებს შეგვიძლია თავი მოვიწოდოთ, რომ სამშობლოს არ ვისწავართვეთ და ჩვენს დური შეგვეც, მაგრამ უკაცრავად არ შეგვიძლია. ხო, არ შეგვეძლო და არ ვიცით ახლა ჩვენ რო ყოფილიყავით დიდები, როგორ მოიქცეოთ, მაგრამ ღმერთმა დაგვიცვა იმ დიდი კატასტროფებისაგან ამ თვალსაზრისით, რომ ჩვენ არ მოგვიტანია სოფლიოში დიდი კატასტროფა, მაგრამ დღეს ამ დიდ სახელმწიფოები და მათ მკვიდრებმა გავიხსენოთ მონობა როგორ იყო, ასე შემდეგ როგორ იყო ადამიანების ექსპლუატაცია, რომელიც დღემდეც გრძელდება და ასე შემდეგ. ეს არ არის ჩვენ ახლა შევგვიძლია აი ამ დედამიწაზე, რომელიც ესევე ცხოვრობს, სადაც სამწუხაროდ აი პლანეტასაც კი ეს რომ გადახედო, პლანეტასაც კი ესეთი მოქცევა არის ესებად მომხმარებლური და ჩვენ საქართველოს მიმართ პლანეტასაც კი ადამიანები როგორ ექცევიან, ხო? აგერ ნახე რომ ბოლო 30 წელიწადში არის უამრავი სახეობა გამქრალი უბრალოდ. მარტო ბოლო 30 წელიწადში. ბატონო, არ დაგავიწყდეთ ერთი უკაცრავად ერთი გამახსენდა მაგას ძალიან სერიოზული ამბები. 80-იანების ბოლო თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ. და გახსოვთ ალბათ აი პოლიეთილენის ქაღალდის პარკები იყო საბჭოთა თბილისში მაშინ და მაშინ ყველაფერი ანტისაბჭოთა ხუმრობა ესე ვთქვათ ხოდში იყო რა. ხო და აქ იყო ხუმრობები იმაზე რომ კოსმოსური დერჟავა და ცელოფნის პარკი ვერ გაუკეთებია და სტერამები და ევროპაში ამ დროს ეს ბუმი იყო რა და იქ იყო ხა ევროპელებს ხო არაფერი არ შეუძლიათ გულზემჯიღების ბრაგუნის და გულყრების გარეშე გააკეთო გადაფიჩინდნენ მოკლედ ამ თემაზე და რაღაც ფერადი ცელოფნის პარკები რაღაცები იყო და აი ჩვენ გამოვიყენეთ ცელოფნის პარკი და ამდენი ხე გადავარჩინეთ მოჭრას და რაღაც მოკლედ მაშინდელი ეკოსატანისტები რა. ახლაც იგივე არიან შინაარსკია შეცვლილი. ხო და ვიღაც ჭკვიანმა ხალხმა მე მახსოვს ერთ-ერთ საუბარში, მაშინ პატარა სალაგა ვიყავი რა თქმა უნდა და ესეთი რაღაც მითხრა რომ მაგო მაინდა-მაინც ნუ გიხარიათო, იმიტომ რომ ცელოფნის პოლიეთილენის ბუნებრივი დაშლის პერიოდი არის 1000 წელია. მაგის ესე მასობრივ წარმოებაში გაშვება აუცილებლად გამოიწვევს დანაგვიანებას უკვე ქალაქის და სოფლის კი არა. პლანეტის დანაგვიანებას. ზღვის და მთელი და მაშინ ეხლა მახსოვს ჩვენ ვიქირქილეთ ამაზე რელიქტია და ეს ვიღაც გადმონაშთია რაღაც მეზოზოური ერის ცხოველი შონჩხია რაღაც ეგეთი გადარჩენილი რაღაც ასაულით. რა თქმა უნდა, ხა იმ ადამიანს ალბათ ეწყინა კიდეს და ჩემნაირმა დეგენერატებმა ბევრი წყენა მიაყენეს ალბათ, რა თქმა უნდა. მაგრამ გავიდა აგერ წლები გამოხდა ხანი და მაშინ კუროსიო მეგონი ცუსიმა კიდე რაღაც დინების შეერთების ადგილზე წყნარ ოკეანეში დღეს საფრანგეთის ტერიტორიის ცურავი კუნძულია პლასტიკის ნაგვის. არის ხო? მართალი იყო ეს ადამიანი. ხო და აებას არის და ჩვენ ხარ რომ დავრითის დავიწყეთ საქართველოს მიმართ არის ინტერესები ჩვენ ამაზე რომ კონცენტრირდეთ ეს რაღაცებს ხილულად უყურებთ, იმიტომ რომ არის ესა გზა, როგორ გაივლის, არ გაივლის ინტერესი, არ გაივლის ესეც ინტერესია, ხო? ორივე შემთხვევაში არის, მაგრამ კიდე ბევრი რამ არის ეს სტრატეგიული პლაცდარმი, ახლა მაგალითად გუშინ მე და საუბრობდით, არც ნახე გვარიდებს თქო რა. ერთი თქვათ ესე პოლიტიკური ჯგუფის თუ პოლიტიკური ცოფხედველობის უფრო სწორი იქნება ადამიანებს აქვთ ესე აქვთ წარმოდგენა რო უყურებ ბევრს გულწრფელად აქვს რომ გინა თუ არა თავისი ქვეყნის არც უსამშობლოს დაუძახებ ესეთი გადაწყვეტილება აქვთ რომ საკუთარი ქვეყანა ზვარაკად უნდა იქნას მიტანილი შეწირული უნდა იქნას რაღაც ინტერესებს რაღაც დიდ იდეას დედამიწის რაღაცა ეს იდეას, მაგალითად გუშინ უყურებდი, ესე ვკითხულობდი ამას, შევძარა რომ ესო ჩვენო მაგარი მომენტი გვაქვს ხა გამოსაყენებელიო და ამერიკის სამხედრო ხაბათო შეიძლება რომ ესე იგი საქართველოს გადავაქციოთო, ხო, ეგეთი სიტუაცია. კი ეს სტრატეგიული ადგილია რაღაცა თვალსაზრისით, მაგრამ აი თქვა ესე, მაგრამ თუ ადამიანი შეხედავ საკუთარი ინტერესით, აი მაგალითად ისე როგორც უყურებს რიგითი ახლა აი რიგითი ავსტრიელი მაგალითად ან დანიელი ჩვენი ქვეყანა ხი გერმანელი დიდი ქვეყანაა მაგრამ ადამიანურად ხო ინტერესი ხო სხვადასხვა მე მithქვია და ეს დიდი პატივისცემის მიუხედავად ევროპაში არის ეს განცდა და თუ ვიცეს ეს რომ დაუნახია მან არის ევროპა
კარგად არავითარ რასისტული მით არ ვარ, მაგრამ რომ მათი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გარშემო ესე ვთქვათ ადამიანების, იმიტომ რომ მთელი მათი ისტორია ეს არის. ხო, ნუ ეს უყურებენ. ეს მარტო მათ არ აქვს ხო გეუბნებით, აი ჩემს საპატივცემულო ჩინელებსაც ქონდათ, ირანელებსაც ქონდა და ქართულ რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, შეიძლება ჩვენც ქონდა, მაგრამ ისინი ამათ ახორციელებენ. აი ესეთი თემა იგრძნობა ახლა აი ამ თემაში, რომ ჩვენ აი მაგალითად უკრაინის ომშიც იგივე ვხედავთ, რა ჩვენ რომ მაგალითად ესეთ ფრაზას ვუყურებ მე მაგალითად რომ მე რას უყურებ ფრაზა კი არ არის მთელი დამოკიდებულებაა რომ უკრაინა არის ევროპას ვინც იცავს. დიახ ბატონო მოყვები მაგაში რომ ევროპა უკრაინას რო იცავს, მაგრამ ნახეთ იმ ტრადიციული წარმოდგენა შენ ესე იგი ევროპა და ანუ უკრაინა უნდა შეეწიროს შენ დაცვას. შენ დაცვას და შენ უნდა იყო ასოცირებული წევრობა. შენ უნდა იყო და შენ ახლა უკაცრავად პასუხია მე ეს ვარ რომ მე ეს კი არა რომ დღეს და ხვალ რო პირდაპირ კი არა გუშინ რატო არ იღებ და საერთოდ შენ მონაწილეობას რატო არ იღებ და საერთოდ ეს რას ნიშნავდა როცა პირველ დღეს ეუნებოდნენ ჯარებით დახმარებას ხوار მომდი არა პრეზიდენტები ამოდენ ევროპის დიდი ქვეყნების პრეზიდენტები გაცხადებული მოხდეს და ხო ჯარი უნდა შეეყვანათ და ესე იგი და რეალურად ეს გრძელდება ეს დაცვა და როცა დასრულდება ბედნიერება რა იქნება რომ რუსეთის ნავთობსადენები იქნება დაბომბილი და უკრაინა რო აღარ იქნება ეს ამბავი ხო და რატომ აი ინტერესები რა არის ის ინტერესები ყველა გამოდის აგერ გამოვიდა ვატიკანს ხო ვერ დასწამებ რომ ეს არის და უთხრა რომ ორმაგი სტანდარტებით ხართ მე ჩემი დიდი პატივისცემად ისრაელის მიმართ, მაგრამ ნახეთ, ისრაელის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება ინტერესია, სხვა ესე არ არის, ჩვენ როგორია, აღმოჩნდა რა არის, საერთაშორისო სამართალი. ის კი არ გვინახა ხა გული გავუს, აი ვიძახთი ჩვენ, ამდენი ვიძახეთ, აი მიტინგები ჯერ საბჭოთა კავშირში ბოლოდ, აეროში შესვლა. ჩვენ გვეგონა რომ არსებობდა საერთოდ, თუნდაც გითხრათ რომ ჩვენ გვეგონა რომ არსებობდა სადღაც და რო დაუმტკიცებდი რომ საერთაშორისო სამართალია, ეხლა ფეგბურთში რო არის ვიდეო რაღაცა იმას გადახედავენ და გაგიუქმებენ. საერთოდ საბოლოო ჯამში არ არსებობს ეგეთი რაღაც. არ არსებობს ხელშეკრულება, ეს იმიტომ კი არ ვაფრო, აგერ არის, აგერ ხო უყურებთ ესე ირანი და ამერიკა დღეში ერთხელ აწერენ ხელშეკრულებას და მეორე დღეს და მე აღმოჩნდება რომ ეს ხელშეკრულება ხაღალდის ფასიც არის, რომელზეც დაბეჭდილი. ხო, იმიტომ რომ ვერ ეს ბალანსი ინტერესები არის სტაბილურობა რომ ესე ვთქვა დადგება და ბალანსი რომ შედგება ამ სიტუაციაში და ჩვენ ვფიქრობთ აი ამ ბალანსში როგორ უნდა ვიყოთ და სულ უნდა ბოლო წამამდე ვფიქრობთ რომ ეს მარტივია კეთილდღეობა თავზე კრამიტი არ დავიტრიოთ ხო ესეთი სიტუაცია ჩვენ აი მანდ ესე იგი ჩვენ რომ ანდრო ჯერ კიდე გვჯერა იმ საერთაშორისო სამართლის მაგის თვალსაჩინო მაგალითია ჩემი აზრით ეგრეთ წოდებული არაღიარების პოლიტიკა რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ამდენ ხნის განმავლობაში და ამ არაღიარების პოლიტიკის მთავარი კვინტესენცია არის რომ საერთაშორისო ორგანიზაციები რეზოლუციებს მიიღებენ ხოლმე არაღიარებენ ჩვენს ესე ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად პირიქით აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამით იმთავრდება ყველაფერი ჩვენ ვთვლით რომ ეს არის ჩვენი დიპლომატიის ყველაზე დიდი მიღწევა და გარღვევა რომ აი ამას მივახციეთ რომ რაღაც რეზოლუციები მივაღებინეთ რაღაც ორგანიზაციებს და რაღაც საერთაშორისო სასამართლოებმა მიიღეს საჩვენო გადაწყვეტილება რომელიც არაფერს არ ცვლის საბოლოო ჯამში ანუ ჩვენ კი არ გწამდა 90-იან წლებში რომ საერთაშორისო სამართალი არსებობს ჩვენ დღემდე გვწამს რომ საერთაშორისო სამართალი არსებობს და თითქოს ეს საერთაშორისო სამართალი რაღაცას იზავს რაღაც მომენტში თუმცა შეიძლება იყოს საერთოდ ჩვენ თანდათან რეალურად ახლა ამას ხო ეს არ გითქვია მართლა შეიძლება ითქვას რომ ბოლო 1-4 წელიწადია საქართველოს მიიღო სერიოზული სილა აი ამ საერთაშორისო წესრიგისგან რომელიც აქამდე იყო და ცოტა გამოფხიზლდა არა ცოტა არა ეს უნდა გითხრათ რომ საქართველოს დგავს დამოუკიდებელ ნაბიჯებს ახლა ეს ვის მოწონს და ვის არ მოწონს რომელიც მე ოდნავ თუ ან პოლიტოლოგი გაინტერესებს ან ისტორია ბევრი საუკუნეა ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს არ ყოფილა. შეიძლება ეს პირდაპირ შეიძლება თქვა რომ აიქ რო ვიყავი სტაბილურობა თუ ვიყავი ახლა თემა რო იყო კი ბატონო არაბები რო იყვნენ ობსერვატორია იდგა არ წავიდეთ და იყო მაგრამ აი დამოუკიდებლობა და თავისუფლება თუ გინდა ეგ დამოუკიდებლობა თავისუფლება არის ერთ-ერთი პირველი ახლა ეს უნდა ითქვას რომ შენ ირჩევ ეს პირდაპირ შენ ირჩევ და შენ ისე ცხოვრობ როგორც შენ გადაწყვეტ და ის ამბავი ყველაფერს თავი დავანებოთ რომელიც თუნდაც
ისეთმა წმინდა ორგანომ, რომელმაც არის ხო, გინა ბრიუსელში და გინა რაც დავარქვათ, ეს უკვე ეწინააღმდეგება თავისუფლების და დამოუკიდებლობის იმას, რომელიც გეტყვის, რომ ესე ვთქვათ, არ აქვს და შეს ქვეყანაში. მე აღარ მომბ ისეთ აი მაგალითად თემას, როცა უკვე აი რუსებს ქონდათ ესა, რუსებს ჭირდათ ესა, სილაიეს უმანინა და თვითონ მოიგონეს, მაგრამ ყველაზე მეტად მათზე ვრცელდებოდა. ჩვენ ვერ გამოვცადეთ ეხლა ეგ როგორი სიტუაცია. ჩვენ ხშირად კი გადაგვიდგავს უგუნური ნაბიჯები, მაგრამ აი ძალისმიერად არ გადაგვიდგას, ხო? ხო და იქაც აი მაგალითად მედიას რო ასანქცირებენ, აი დგებიან და მე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იცოდეთ, რომ ასანქცირებენ მედიას ის ადამიანები, რომელთაც დიდმა ნაწილმა საქართველოს არ იცის რა არის და ეს მედიას არა უბრალოდ არ იცის ეს ერთი და ასანქცირებენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში, ვინც შეიტანეს, დიცაიდულოს არ მოგახსენეთ ახლა რა, ჩვენც ხო ვიგებთ ახლა რაღაცას, რომელიც აქედან გელი იყოს მათი კოლეგა, მაგრამ რო ჩავიდნენ და ეხა ბამბანერკა ჩაუტანეს თუ კონიაკი თუ როგორც გამოცდილებით თუ რაღაცა დაარწმუნეს და თხოვეს თუ შეიძლება ესენიც მიაწერე იქ ძალიან კონკრეტული რაღაცა და ეს ჩაწვეთ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ამ წუთში მიდის სასამართლო პროცესი და ედავებიან ამ ცუდ საქციელებში მონაწილეობას თავის ქვეყანაში ფინანსურად. კი არა და არ არის გამორიცხული, რომ ისეთი სკანდალი აუგორდეთ, რომ იქაც ებიდანაც გამოვაგდონ ევროპიდან პოლონეთში, მაგალითად ორ პატმოცემულებას დასდევენ. აი ესეთი ამბებია, რატო? მაგრამ თლიანობაში ეს ასიჯდება ინტერესებში. ესე იგი, ჩვენ ახლა რაღაცა უნდა ვიცოდეთ, ეს არის ან გზა, ისე გეუბნები სამხედრო თემატიკა, ასე ვთქვათ, სამხედრო ეკონომიკა, გავლენის სფეროები, რასაკვირველია რუსეთთან მათი დაპირისპირება და კავკასია ვის ეკავება და ვისი გავლენის ქვეშ იქნება, ეს იოლად ეს თემა, ეს არის რაც არსებობს მსოფლიო პოლიტიკის ისტორია, მსოფლიო პოლიტიკის ისტორია მოყოლებული აი ნასურეთიდან, ხო? მოყოლებული კავკასია იყო ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი, ხო? პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. პატარა, მაგრამ კავკასიის გაკონტროლება ის კი არ უნდათ ახლა ჩვენი ტიბანის ვენახში როგორი მოსავალი მოვიდოდა და მის მისაკუთრება, ხო? აი კავკასიის გადაკეტვა, აი ხუნებთან ანუ ჩრდილოეთი გადმოუშვას, ვის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს ჩრდილოეთიდან გადმოშვება, რუსები არ იყვნენ, ხაზარები იყვნენ, ხაზარები არ იყვნენ, ხუნები იყვნენ და ასე შემდეგ. დასავლეთის დაკეტვა. რასაკვირველია და ეს არის ხო, აი რო შეხედა, ფრინველებიც კი, რო ვიცხო, ფრინველების მთელი ევროპიდან ფრინველების სულ სამი გადასასვლელია თბილ ქვეყნებში და ერთ-ერთი არის ეს კავკასია. ეს ახლა კი არის დედამიწა ესე შექმნილი, ესე იმიტომ კი არ დადგა იამაყურა მაგარია. ჩვენს გამო კი არ არის შექმნილი. ხო და ამიტომ ჩვენმა ჩამოვიდეთ ინტერესებს. მე ამას კი ბატონო. ხო და ესე იგი ჩვენი ინტერესი ღირებულებებს ვიღაცას აქვს ესეთი ღირებულება დღესაც ევროპაში. ვიღაცას აქვს ისეთი ღირებულება, ვიღაცა ღირებულებას აქვს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და იმიტომ აქვს მნიშვნელოვანი ადგილი, რომ ინტერესის განხორციელებაც მანდედან იწყება, მაგ ღირებულებებიდან იწყება და რატო იწყება ღირებულება? ვისი ინტერესია ეს? ქართველი ერის ინტერესია თუ უბრალოდ ადამიანების ინტერესები, რომელიც რაღაც ტერიტორიაზე ცხოვრობენ? ხო და ერთი ბაში მეტყობა შენ მაინც კითხვას უსვამდა. ერთი იქნება რაც ნიშნავს ინტერესი და ღირებულებას აი როგორ ხედავ? ხო და მაგას ანუ ჩინურ ღირებულებას და თუ ეხლა ვიღაცა მეტყვის წყობას ჩინურ ღირებულებასა და ფრანგულ ღირებულებას შორის აი რას გულისხმობს ვითხარი ხო მაგას გეუბნები ნახე უყურე ანუ ინტერესი შეიძლება კონდეს რაღაცა ჯგუფს ადამიანებისა რომელიც რაღაც ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ეს ინტერესი იყოს ასეთი რომ ჩვენ აქ უნდა ვიცხოვროთ კარგად ისე რაღაც უნდა გადავრჩეთ არ უნდა შევჭამონ არ უნდა იმას ეს ინტერესი შეიძლება კონდეს მაგრამ აი ის რომ ქართველი ერად რო გინდა რომ იყო ეს ღირებულებითი გადაწყვეტაა და არა ინტერესია, იმიტომ რომ შენ ქართველი გერქმევა თუ არ გერქმევა შეიძლება კეთილდღეობაში იცხოვრო. მაგრამ ახლა ცოტა გავიკამა.
ეგ თქო მე მაგას ვიაზრებ როგორც ზოგად საკაცობრიო ღირებულებას. ესე ნავახოსტომსაც უნდა რომ ნავახოსტომის იყოს, ჩინელსაც უნდა რომ გადაუჭირა დღეს ჩინეთს საქმე, მაგრამ აი ღირებულება ცვლის ინტერესებს გესმის? ცვლის ინტერესებს, იმიტომ ცვლის ინტერესებს. ჩინეთი რო კონფუციანელია და ვოლტერიანელი არის, აი კი ბატონო, სხვადასხვა სამხედროობა არის, მაგრამ ცვლის, ანუ მე თუ ქართველობა არ მინდა და უბრალოდ კეთილდღეობა მინდა, მე წავალ აქედან და კეთილდღეობაში ვიცხოვრებ იქ, სადაც კეთილდღეობა იქნება ჩემთვის. ეხ ხო ანუ მაგას თუ გულისხმობ ღირებულებაში კეთილდღეობა მინდა იმ ერისთვის, რომელსაც მე წარმოვადგენ. ამას მე მაგას ვამბობ, მე ამას გულისხმობ ბუნებით ღირებულებას, იმიტომ თუ ადამიანები ამაზე უარს იტყვიან და ბევრი ერი გამქრალა თუ არ სიტყვიან, ნუ გაქრება და არაფერი, მაგრამ თვითონ კეთილდღეობა ეთნოსის შენარჩუნება და იდენტობის შენარჩუნება კეთილდღეობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ანუ მე რას ვამბობ, ღირებულება ისეთი რამეა თქო, რომ ამისი კვლევა და აი მე ამიტომ მივდივარ იქით, იმიტომ რომ იქ ეს ღირებულებებია, ჯერჯერობით დღევანდელ სოფლიოში რასაც უყურებ, ყველა სახელმწიფო რაზე ომობს და ბომბავენ ერთმანეთს, უნდათ ფული. აი და ნავთობის $10 გაძვირება არის ღირებულება, აბა უტრიებას ვაკეთებ სპეციალურად და კონფუციანელსაც ეს უნდა და ვოლტერიანელსაც ეს უნდა, კათოლიკოსაც უნდა და პროტესტანტსაც, მაგრამ ეს აი ინტერესებიდან მაგას გეუბნები ზუსტად, ანუ როცა წეღან საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ 100 წლიანი რაღაც გეგმა უნდა შევიმუშაოთ, რომელსაც უნდა ვთქვათ, რომ კეთილდღეობა და უსაფრთხოება არის ჩვენი მთავარი ინტერესი ამ გეგმის საფუძველზე, აქვე უნდა ვთქვათ, ვისი კეთილდღეობა და ვისი უსაფრთხოება მნიშვნელოვანი. აი ეს ვისი განისაზღვრება სწორედ ღირებულებითისგან გამოდის. ხო, აი ვისი გამოდის ღირებულებით. ხო, რატო ვიცი რომ ეს ხა ბოლომდე აქ არც არის შევდახო, ეს საფიქრალი თემაა ღირებულებებზე საერთოდ, მაგრამ აი ღირებულებებზე ვოლტერი ამ ხელა ღირებულებითი საფუძველი, ხო, ესე ვთქვათ, არა. სხვა შორის გიორგი მე-12-ს გიორგი მე-12 უნახა თავის შვილს და მე გეტყვით რატო ესენი თავის შვილს ვოლტერის სურათი უნახა თუ ეს პეტერბურგიდან ჩამოვიდა და ვოლტერი ადელი იყო და აი დღეს დაიღუპა მასწერია პლატონელს აი დღეს დაიქცა ჩემი სამშობლო ესე იგი ეს რა შემოვიდავდა ვოლტერი ჩვენ ბატონო ეს აი ღირებულებითი ქვაკუთხედი ხო ევროპის ამაზე ვერ შევედავებით ხო ერთ-ერთი ხა ესე ვთქვათ და წერილს წერს მის დიდ მეგობარს და საროშლიდა ხელს და მეცენატს და დამფინანსებელს ვოლტერს ფულიც უყარდა ყველაფერთან ერთად ძალიან ერთ-ერთი დიდარი ადამიანი იყო ხო და ეკატერინეს და ახლა როგორი ღირებულებითი წერილია და რომ ესო გავიგეო რომ თქვენო შედიხართ საქართველოსიო და სიტყვასიტყვათა და ესო კარგიაო იმიტომ რომ იქო ხალები და იმიტომ რომ ახლა იქო იტაცებდნენ ოტყვეებს და არა იმიტომ რომ ეს ქალებიო იქო ლამაზი ქალები არა უნდა ეკუთვნოდეთ რასაკურველია სწორედო იმ რუსებსო ვიცო აი ესეთი ძლევამოსილები ხართ რაზო გეუბნები ეს ღირებულებებს როგორც ათენის დემოკრატია შენთან რო ამბობ შენ როგორ ღირებულების სისტემას როგორ ააგებ ღირებულებით ერთად ცხოვრებას ეს არ ნიშნავს თუ მისი ინტერესები დაიქცა და ეს არ უშლიდა ხელს არც ვოლტერს ესე რომ შეეხედა შენზე არც სოკრატეს არ უშლიდა რომ ბარბაროსი ბონად ჩაეთვალა ნახე მან და აი ეხლა რო გადავიდა არგონავტი რომ მოდიოდა შენთან შენ შეგიძლია როგორ მიუდგე აი ყველაზე უტრირებულად რო წაიგდა ვოლტერზე მე რას ვამბობ ეს მინდა რომ შეიძლება მარტივ რამეს გეტყვი ნახე არგონავტი რომ მოდიოდა შენ შეგიძლია შეხვდე აი როგორი ღირებულებითი ადამიანები მოდიან დედა როგორი საინტერესო ადამიანები არიან ეხლა ესენი როგორ მოიზანენ ცუდ რაღაცას არის სხვათა შორის ხალხი ვინც მაგას აგებს ხო ესენი როგორი კადრები ხო ღირებულებითი საკითხია თქო აი ეს ღირებულება ქონდათ მაგრამ აქ ქონდა ოქროსაწმისი კაცო გავიგე მაგრამ ის კაცი რომელიც ამბობს რომ ბაზები არის ეხლა კარგი დრო არის რომ ამერიკის ბაზები განთავსდეს საქართველოში კეთილდღეობას და უსაფრთხოებას ეგრე ხედავს მაგ ღირებულებით სისტემაში ხედავს და იმიტომ ამბობს მაგას აი შენ აქ ამბობ მაგას ვამბობ ანუ ღირებულებითი სისტემა განსაზღვრავს იმას კეთილდღეობაში შენ რა შინაარს ჩადებ მაგალითად და უსაფრთხოებაში რა შინაარს ჩადებ პასუხი მაქვს ეს სიტუაცია რომ ეგა მას შეგიძლია რომ განსაზღვრო იმ ადამიან აი გემზე რომ განსაზღვრო გემზე რო არიან ხო გემა თუ წარმოგადგენო მიგახვედრო და ხე გეტყვი თუ იმ ადამიანს გულისხმობდი ანუ ეხლა გემზე არა მხოლოდ იმ ადამიანს მაგალითია ეს გები გადარჩა შეიძლება ვისაუბროთ ვისაც გები რომ ეს გები გადარჩეს მაგრამ თუ ამ გემზე ან კამერა აქ ან ისე გვერდზე ადამიანი რომელსაც ამ გების ჩაძირვა უნდა და მაშინ აქ ფულის აღება მაგას ან უტვინობა ქვია ახლა მაგას ღირებულება არ ქვია მაგას ან უტვინობა ქვია ან მტრობა აი შენთვის შეიძლება ეგ უტვინობა იყოს და ასე შემდეგ მაგრამ მის ღირებულებით სისტემაში ასია მოცემული რომ თავარია Make America Great Again ახსრულდეს
გახდა ჩვენი ტერიტორია ამ შემთხვევაში იქნება აი არა ხო მაგალითი მოიყვანა თან ძალიან საინტერესო იყო მაგალითი მოიყვანა როგორც იაპონია გამოიყენაო თავის დროზე ამერიკამ კორეის ომისთვის და ვიეტნამის ომისთვისო ისე რომ გამოიყენოს დღესო საქართველოს და ამითი ის თulis რომ ამითი განვითარდა იაპონია. მოდი ჩვენ ვილაპარაკოთ ამ სისტემაში განვითარებულებაა და ხა უტვინო ადამიანების და იმის ადამიანების. ნუ ხა მისი ღირებულებით სისტემა ასეთი ხა ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს ასეა. ისე დავიწყოთ ხარიცი რომ ევროკავშირთან და ამასთან თქვენ უყურებ და ღირებულებებზე კი არ ვისაუბროთ ცალკე უნდა ვილაპარაკოთ რა ღირებულებები იყო ესე და გავიხსენოთ ეს როგორ იყო რა ყალყალებდებოდა ეს უნდა ვიარჩიოთ მათი საქციელები პროგნოზირებისთვის არის საჭირო იმიტომ რომ მათი ეთნოგენეზისი როგორ ხდებოდა მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდოთ ჩვენთან არგონავტებიდან დაწყებული და სხვაგანაც კოლუმბი რატო ჩავიდა კოლუმბი შემოსატანად არ შემოვიდა ეძებდა არა მეტი აი როგორ გითხარ დედამიწის ისტორია არის ხო სწორედაც ღირებულებების განხილვა ევროპული ღირებულებების განხილვა არის იმ ილუზიების დეკონსტრუქცია რომელიც ჩვენს თავში არის ევროპასთან დაკავშირებით ინტერესი ამიტომ ხო იმიტომ რომ ჩვენ გონია რომ ისინი რაც აკეთებენ ამას ყველაფერს ღირებულებებს დაფუძნებით აკეთებენ და ის არის სწორი ღირებულებები და ამითი მოდიან ჩვენთან ჩვენ ამ ღირებულებების გამოშიგნა გვჭირდება იმისთვის რომ დეკონსტრუქცია მოვახდინოთ ამ ილუზიების და გავარკვიოთ რომ ეს სხვა რამეა არ არის ეს ღირებულებების დაფუძნებული პროცესი, არამედ ეს გარკვეულ ინტერესზე დაფუძნებული პროცესია, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენთვის, რაზე ჩვენ აგვსაუბრობდით იმაზე, რომ კეთილდღეობა და უსაფრთხოება 100 წლიან პერსპექტივაში ეს თავისთავად მოიაზრებს იმას თუ რა ღირებულებებს ჯდებთ ამ კეთილდღეობაში, იმიტომ რომ განზომილებათა სისტემა რა, განზომილებათა სისტემაში კეთილ, იმიტომ რომ აი იმ ადამიანისთვის პირობითად კეთილდღეობა არის ერთი მოცემულობა, ჩემთვის მეორე მოცემულობა. მაგალითად იმ ჯგუფისთვის, აი იმ ღირებულებების ჯგუფისთვის განათლება არ არის კეთილდღეობის ნაწილი. მასე გააკეთეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუსტად მასე მოიქცნენ ჯანდაცვა, განათლება, შრომის უფლება. ეს ყველაფერი კეთილდღეობის ნაწილი არ ყოფილა მათ ცნობიერებაში, მათ ღირებულებათა სისტემაში. ესმის და შენ თუ ამ ღირებულებათა სისტემას ამ კეთილდღეობის გაგებაში არ ჩადებ, არასწორად გამოვა ეს ყველაფერი, ვერ მიიღებ იმ შედეგს, რომელიც შენ გინდა. ნამდვილად გეთანხმებით ასეა ზუსტად. იმიტომ რომ ამ განზომილებათა სისტემის გარკვევა ეს არის ერთ-ერთი ვიტყვი რომ ფუნდამენტი, რაზეც უნდა დააშენო მერე ყველაფერი. ანუ თავიდან თუ თავიდან ფუნდამენტში თუ რაღაც ცდომილება გაქვს, ის აუცილებლად შემდეგ შეგახსენებს თავს და ვერასდროს ვერ გამოასწორებ. რამდენად ეს ლაბორატორია განვითარების 100 წლიან პროგრამაზე თუ ნებისმიერ მსგავსი ტიპის დოკუმენტებზე აქ მხოლოდ ესეთი ბუღალტერია არ უნდა იყოს ეს რა ამდენი ლარი მოემატება და ასე შემდეგ. ეს არის ეს უნდა იყოს ფუნდამენტური დოკუმენტი, სადაც აღწერილი იქნება სწორედ ეს რას ნიშნავს კეთილდღეობა აი აქ ამ განზომილებათა სისტემაში საქართველოში. და რისი მიღწევა გვინდა ადგილ არსებული რესურსების ოპტიმალური გამოყენების ხარჯზე. კი ბატონო. იმიტომ რომ არ დაგვავიწყდეს ჩვენ ზუსტად იგივე ერთ-ერთი მითი ევროპული კეთილდღეობა და ევროპული სოციალური სამოთხე. როდის შეიქმნა ეს სოციალური სამოთხე და რის გამო შეიქმნა? ესეთი ოქსიმორონი სკანდინავიური სოციალიზმი. სკანდინავიის ყველა ქვეყანა სამეფო არის. ეს როგორ თავსდება ეგ სოციალიზმი არ მესმის. სიმართლე გითხრათ. არ არსებობს არავითარი არც შვედური, არც ნორვეგიული და არც სხვა სოციალიზმი და ხოლო რაც შეეხება ევროპაში სოციალურ სამოთხეს, ეს შეიქმნა გასული საუკუნის 50-იან წლებში. და ამის ერთადერთი მიზეზი და მთავარი მოტივატორი, ასე ვთქვათ, იყო საბჭოთა კავშირის არსებობა. თავისი 8 საათიანი სამუშაო დღით ანაზღაურებადი შვებულებები და ასე შემდეგ. მაგალითად ლუდოვიკო მე-14-ის დროინდელი რაოდენობის გამოსასვლელ დღეებს საფრანგეთმა გასული საუკუნის 60-იან წლებში მიაღწია. ხო? ამის გამო დამალეს ბჭყალები კაპიტალისტებმა და მას მერე მორის ტორეზიმ და ენრიკო ბერლინგუერიმ შესაბამისად საფრანგეთში და იტალიაში თითქმის მოიგეს საპარლამენტო არჩევნები, მაგის მერე დაიწყო ოპერაცია გლადიო, დაიწყო მთელი ეს პროპაგანდისტული ფილმების და ტრილიონები დაიხარჯა ამაზე თავის რადიო თავისუფლებებით, არ ვიცი ალბათ თქვენც უსმენდით ხოლმე ჩუმად, ხო? და სამის დატებსაც ხო გითხულობდით და გვეგონა რომ რაღაც დიდ არალეგალურ ლიტერატურას გითხულობდით.
და მოკლედ ეს ყველაფერი შეიქმნა ამ წლებში, მაგრამ ყველაფერი როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ამ კაპიტალისტურ სამყაროში, ყველაფერი ეს არის აღმოჩნდა კრედიტში შემდეგ. და თუ გვინდა ჩვენ აი ამ პრობლემის გენეზის კარგად შევხედოთ, არის ერთ-ერთი საინტერესო მაჩვენებელი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სახელმწიფო ვალი. ეს ერთი მაჩვენებელი, რომელიც არის დღეს არსებული ეკონომიკური, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამომხატველი ყველაზე ნათლად რა. არსებობს მისი დინამიკა 1790 წლიდან დღემდე. და ზუსტად აი ბოლო 40 წელი არის მისი აჩქარება არის ექსპონენტური. და ეს უკვე შეუქცევადი პრობლემაა რა. აქედან გამომდინარე, რატომ ლაპარაკობთ ახლა ჩვენ ამას აქ? მთელი მსოფლიო ეკონომიკა ჯაჰანათ ხაზეთლზე მიმულივით მიდის უსხრულისკენ. იცით ალბათ ჯაჰანათ ხაზთან სასაულია ინდოეთში, ეთლზე მიმულები მსხვერპლია უამრავი, მიდიან რაღაც ჯაჰანათ ხაზს სადიდებლად რა. და ესე არის მთელი მსოფლიო ამ ეთლზე მიჯაჭვული მიდის უსხრულისკენ. ნახტომი იქნება აუცილებლად. ნახტომი იქნება უსხრულზე თუ უსხრულში, ეს არის დამოკიდებული ქვეყანაზე. ქვეყნის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ის განვითარების ასლიანი პროგრამა, იგივე ფასების რეგულირება, იგივე განათლების რეფორმა, იგივე ეს ყველაფერი საჭირო არის იმისთვის, რომ ნახტომი მოხდეს უსხრულზე და არა უსხრულში, თორემ ნახტომი ყველა ვარიანტში იქნება. და რაც უფრო ღრმად არის ეკონომიკა ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში, მით უფრო მაგარია ბმა ამ ჯაჰანათ ხაზეთლზე. და საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ ღრმად არის ინტეგრირებული, ვინაიდან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გადასარევი ეს ეკონომიკური ზრდები რაც გვაქვს, დიდებულია. შემოსავლებით იზრდება, საშუალო ფენას იზრდება, ძალიან კარგია ყველაფერი, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა თითქმის არ არის ავტარქიული. უსაფრთხოების ბალიში ამ ეკონომიკურ ზრდას აქვს ძალიან თითქმის არ აქვს. ეს არის მოკლედ აი გასული საუკუნის ისტორიიდან რომ გავიხსენოთ, ნეპის ზრდა არის ეს რა. ჩვენ გვჭირდება ინდუსტრიალიზაციის და ვინაიდან ინდუსტრიალიზაციის და ქმნის უსაფრთხოების ბალიშს. თუ შეხვალთ ეროვნული ბანკის საიტზე და ნახავთ, იქ არის მაგეთი საგადამხდელო ბალანსის მონაცემები. საგადამხდელო ბალანსი ეს არის მოკლედ მთლიანად ქვეყანაში წარმოებული დამატებული ღირებულების შემავალი და გამავალი ნაკადების ბალანსი. და ეს ბალანსი არის ქრონიკულად უარყოფითი 90-იანი წლებიდან. ხოლო 2000 წლიდან 2024 წლის ჩათვლით ჯამური უარყოფითი ბალანსი არის 30.6 მილიარდი ამერიკული დოლარი. ეს არის ხარკი, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ კაპიტალისტური შრომის გმირობისთვის. მას შემდეგ რა ჯოს ვიზახეთ რა. ეგ არის მაგის ხარკი. ერთადერთი აი ამ დამატებული ღირებულების შემაგუბებელი კაშხალის ფუნქციის შესრულება, რასაც შეუძლია, ეს არის ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება, ეს არის დამამუშავებელი მრეწველობა და ეს არის სოფლის მეურნეობა. ოღონდ თუ ჩვენ ამას გამავითარებთ იმავე ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილი სქემით, სტანდარტების მიხედვით, გარანტირებული ბრძანდებოდით, რომ საგადამხდელო ბალანსი კიდევ უფრო უარყოფითი გახდება, ვინაიდან მუხლე 78, მუხლე 91 პირდაპირ კრძალავს უპირატეს ხელშეწყობის რეჟიმის შექმნას, წინააღმდეგ ასეთ შემთხვევაში კი ემბრიონულ სტადიაში მყოფ შენს დამამუშავებელ მრეწველობას თითქმის არ აქვს შანსი კაროლინგური ბირთვის ქვეყნების ეკონომიკასთან. შესაბამისად, მეორე კარის ფიტოსანიტარიული ნორმების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში შენი საშუალოდ 0.8 ჰექტარი 2.14 ნაკვეთად ფრაგმენტირებული მიწის ნაკვეთის მქონე ტაბელური თოხით შეიარაღებულ გლეხს არანაირი შანსი არ აქვს აგრარული გიგანტების წინააღმდეგ. თუ შენ აქ არ ჩაატარე ის პოლიტიკა, რომელიც შენ გჭირდება.
თუ არ აიღეს მთელი ეს რესურსების რუქა გააკეთეს, შემდგომ გადაწყვეტი ოპტიმიზაციის ამოცანა. ოღონდ უნდა იცოდე, რომ კრედიტში აღებული კეთილდღეობა არის ილუზორული. ვინაიდან ვალებს გასტუმრება უნდა რა. ეს არ არის ის უსაფრთხოების ბალიში არ არის ის რაც 1 და 2 დღეში მიიღწევა, მაგრამ მიზანმიმართული მუშაობით ეს მიღწევადი არის. კი ბატონო. ხოდა ეს არის სწორედ ის ხელისუფლების ინტერესი და ეს მიზანი სრულად გეთანხმებით და შეუძლებელია ეს ბალანსური ჭეშმარიტება რას გეთანხმებით კი არა ეს 2x2-4-ია ის რომ ერთი არის ჩვენ უსაფრთხოება ეკონომიკური უსაფრთხოება მაინც მიბუნია პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე იმიტომ რომ ძალიან მყიფე ამაში ცხოვრობა და თითოეული ნაბიჯი როცა იდგმება ის კი არა რომ მე უცდომელია გინდა ხელისუფლებაში მაგრამ როცა თითოეული მოქალაქე რომელიც მე ეს გროვდება ეს ხმები და იქ აისახება იმიტომ რომ ჩვენ კოლექტიურადაც შეიძლება შეცდომა დაუშვათ არაერთხელ დაუშვია და დაგვიშვია და ძენ ადამიანებსაც დაუშვიათ კეთილგანწყობითაც ესე იგი შეხვედ მაგრამ აწონი მაგრამ ეხლა ვართ ურთულეს ძრებში ხო აი გზაჯვარედინზე ვარ და როდესაც დიდი ქვეყნები თავს უფლებას აძლევენ მოიქცენ ისე როგორც მათ უნდათ და თუ ეს და კაციშვილი არ არის რომ ეთქვია და მისი პატრონი დღეს ესე ვთქვათ საკმაოდ დიდი სიფრთხილის ამბავია ზოგჯერ ესე ვთქვათ სადაც არაჟობს გაცლაჯობს და ასე შემდეგ ეს თეორია თუმცა აქვე არის ხოლმე ცხელი თავები და მესმის გულწრფელად არიან მაგრამ საქართველოს ბევრი ცხელი კერა არის და შეუძლიათ ინდივიდუალურად ვისაც ეს არ აკმაყოფილებს შეუძლიათ რომ მათ დააკმაყოფილო მე ხშირად ვაუხოვებ წერილებს და ხემინგუეი დიდი მწერალიც იყო შეძლებულიც ჰქონდა და ასე სახელიც ჰქონდა ყველაფერმა სადაც მიაჩნდა იქ თვითონ მიდიოდა და სხვას არ უბიძგებდა და არც ომის პროპაგანდისტში არ იყო შევჩნეული თუმცა თვითონ ომში იყო მონაწილე ეს ჩვენს ზოგიერთ წერილსაც ეხება ესე ვთქვათ ეს პატრიოტული თუ ვაი პატრიოტული თუ კვაზი პატრიოტული ამბავი რო არის ჩვენი ამბავი არის აი იგივე აი როგორ დამოკიდებულება შესვლა არ შესვლა თითოეული ნაბიჯი ევროკავშირი აი ეს მე მაინც ჩემს სიტყვაზე გადმოვალ მაინც ის სულ ინტერესების მოკლედ სტატისტიკა და ნაკლები ემოცია აი მაგალითად ის რომ ჩვენ რა გვიდა შუა აზიისკენ რა გვიდგა იქითკენ ჩვენ მაგალითად და შეიძლება როცა აღიზიანებთ ასაკურველია ჯობია რომ ესეთი სტრატეგიული ადგილი გეოგრაფიულად ეს არ მოგვერიდოს როგორც საქართველოს მიბული ყავდეს ფინიასავით და როცა კიდე დავუყარო ხოლმე მაგალითად ჩამოდგებოდა გები ფოთში ხურბალს შევჭამდით და ვიყავით და ავავლედით ხოლმე ზეთი ჩამოვიდა ბათალია ზეთის წარმოება დაიწყეს კახეთში ადამიანებმა და ჩამოვიდა და უფასოდ დარიგდა იგზეთი და იქ ადამიანებმა თავი მოიკლეს მერე ესე დღეს ჩავარდა როცა თავი წარმოება ჩვენ ასე დამოკიდებული რო იქნებით როცა არ უნდა იყოს ესე იგი სხვადასხვა მხრიდან რო შემოგა გახსნილი რო გაქვს იქ ამბავი რო არის თითოეულ კაპიკს ჩვენთან შემოტანილს როგორ უნდა ვიყოთ რომ და აი მივაქციოთ ყურადღება რომ აბა ტურიზმის თემა შემოდის ვიყავი ერთ პოდკასტში გემახსოვრება თქვენ ეს კარგად 1990 გავეხსენე გამბავი 1995 წელს შემოვიდა ჩვენთან კომპანია მარტინ ბაუერი ქართულ ჩაიში და აკატყდა ისტერიული ყლოპინი ავშენდით ინვესტორი შემოვიდა ცოტა გაქექეს სკალპელით ამის ბიოგრაფია და აღმოაჩენ რომ მარტინ ბაუერი არის ჩაის უმსხვილესი მწარმოებელი რომელსაც აქვს ჩაის პლანტაციები დარჯილინგში თუ არ ვცდები ინდოეთში და მოკლედ 22.4 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე ძალიან იაფად მოკლა კონკურენტი ქართული ჩაი მორჩა ხოდა აი ეს არის ამბები ეს მარტო ამას ჩაიზე არ მოხდება ეს შეიძლება სხვა სფეროზე მოხდეს მერე დარწმუნება მოხდეს ეგეთი ამბავი მოხდეს ის რითი ფაქტია რომ საქართველოს თავისი არსებობით ისტორიის მანძილზე დღეს რომ თავი არ მოიკლათ არა მარტო სტატისტიკით და დაამტკიცა რომ ეს მას შეუძლია არსებობა და სახელმწიფოდ არსებობა შეუძლია მარტო სამშობლოდ კი არის რაღაც ტერიტორია რომელიც მარტო სამშობლოდ დარჩნენ ამას აი ფუნქცია დავარქვათ ამას თუ ესე მიუხედავად წააქცევდნენ დგებოდა იმიტომ და შეიძლება რომ ისიც მოიყვანოს ისიც მოიყვაროს კიდეც ივაჭროს კიდეც წამოვიდეს კიდეც ისაკდას და ამაზე გვჭირდება ჩვენ შეცდომები დამოუკიდებელი ფიქრი აქვს ჩვენი ინტერესები როგორც კი აქ იწყებ ყველაზე კარგი აი დღეს ხა ჩვენ ამ ინტერესებს ხო როგორც კი იწყებ რომ იცი რა
იმის რო ჩემზე ლაპარაკობს ის ჩემზე ამბობს და მე იმის ინტერესებს და უნდა დავიწყო და ეგეთი სიტუაცია ეგრე იმ ჭუჭივე ირევა მთელი ამბავი იმიტომ რომ სხვადასხვა თვითონ ბრიტანეთის კი რომ ბრიტანეთს არ აყავს ეს ერთ-ერთი ამბავია ხო მას მიეწერება ჩერჩილს მაგრამ ჩერჩილამდე ნათქვა ბრიტანეთს არ აყავს მარადიული მეგობრები არამედ მარადიული ინტერესი ეს ერთ-ერთი სახელმწიფო ბიროობა ვიც გაიარა ხო ბრიტანეთმა გაიარა ერთი ეს თქვა ესეთი აბსოლუტური ჭეშმარიტება ეს ძიმე კი არ არის ეს სხვა საკითხია ყოველთვის მუჭანახევარი საერთოდ შეიძლება ყოველთვის ხმაღლა არა ვთქვა ჩვენ იქ სადაც საჭიროება რა უნდა ვიცოდეთ რომ არც მარადიული მეგობარია და არც მარადიული მტერია აბა წარმოიდგინეთ დღეს გერმანია და აი სულ შორს არ წავიდეთ რა ვერთ ვაცილოს დედამიწას მაგრამ გერმანია და უკრაინა ებრძვიან რუსეთს ესე იგი ეს რო ეთქვა ვიღაცას აი პროგნოზი რო ეს რო ეთქვა ვიღაცას 45 წელს ანუ 43-ში აი ანეკდოტურა შტირლიცეს მიულერის საშინელი სიზმარია ეს ხო იქნებოდა მაგრამ ნახე ეს კიდე არა ესე იგი ნახე ინტერესი რა როგორც კი შეიკრიბება იქ ინტერესები იმის ინტერესები ესე დაემთხვა ამის ინტერესები ახლა საინტერესო ამბავია ესე მაგრამ მარადული აგერ გერმანიის ის ნახე ეს მოძრაობა რო არის მოძრაობა კი არა პარტია კაცო და გუში მკითხულობდი ალტერნატივა ხო ალტერნატივა მე თუ უკვე ხო პირველ რიგზე მე თუ კანცლერი გავხდებიო მე რუსეთთან დავალაგებ ურთიერთობასო ესე იგი ამანაც თავის ინტერესები შეიძლება დაინახოს ეს სულ იცვლება ეს ამბები ხო უყურებთ რა ხდება 40 ვიცემ კი მეორებ 40 წუთაში ახლა ზოგი რელიგიურად აფორმებს, ზოგი სოფხედობრივად აფორმებს, მაგიტო გერები ღირებულებითი ზოგი ის აქვს, ზოგი ეს აქვს. ის არის $10 ლაპარაკი, $10, $20 მოიმატებს სხვა. ეხლა ევროპას ძალიან ამხელა ამბავი მოხვეჭა, მოიტანა, მთელი ამბავი პირველი მაგან განავითარა შუა საუკუნეების ხვალები და წადია წინ წავიდა ახლა მაგას ეგრე იქცევიან ადამიანები რომ გაჭრა ეს გზები და ამბავი მოიტანა მთელი ეს სიმდიდრე მაგა თვითონ არ არის მიწაში იმდენი სიმდიდრეები თაღედან არის დამოკიდებულია აფრიკაზე დამოკიდებულია რუსეთზე და ეს თუ არ მართა ეს პროცესები არ არის ჩეუბატონო ეგრე უკეთა განათლება ახსენე შენ და ამიტომ ინტერესი იყო თავის დროზე რომ ის განათლება არ მიიღო იმ ხალხს და თვითონ არ ემართა იმაც ანუ განათლება ერთ-ერთი სტრატეგიული იარაღია შენ გავს უხორთუმას ფილოსოფია მაგის საზეპიროს ჭკვიანი კაცი ბრიყვია უგურამიშვილა უნდა შენ თუ განათლებული იქნები და მე გაუნათლებელი შენ მაჯობებ ყველა შემთხვევაში ხო და ეს მიხვდეთ ამას ხო და ამიტომ ყველას კი არ აძლევდა განათლებას სხვა შორის გარეთ კი არა, შიგნითაც კი ქვეყნის შიგნით თავადაზნაურობა ცდილობდა და ყველანაირად შვებოდა რომ ამი ხელი არ შეეწყო და გლეხს წიგნი არ ცოდნოდა და გონებოდა რომ დედამიწა ბრტყელია და ხარისხაზე დგას. ესეა. ამიტომ ჩვენ არც მტრულად არ უნდა შევხედოთ, მაგრამ ისევ აი კაი მაგალითად არგონავტი რომ მოვიდა მითია თუ რა უნდა იცოდე რომ არგონავტი მოვიდა თავის ინტერესებისთვის. კოლუმბი დიდი აღმომჩენია, დიდი გეოგრაფია, დიდი ჩვენ აღტაცებული ლაპარაკობთ, მაგრამ კოლუმბი წავიდა ფულის აშონელად. ისე საერთოდ ერთი გზააბნეული კაცი იყო, ვაფშეტა ინდოეთში წავიდა. კი, მაგრამ არა. ყველა აღმოჩენა ხდებოდა ფულის გამო. აი ეს ღირებულება თუ იყო. ესე იგი სიტუაცია, ემას კი არ ამტკიცებდნენ, დედამიწა მრგვალია, ოთხკუთხედია და ნეტა იქით რა ხდება, ცნობის მოყოლების გამო კი არ ხდებოდა. ფულის გამო ხდებოდა და ნუ მე იქ რაც საქმეებსაც ჩადიოდა, იმას ჩადიოდა, მაგრამ ესეა. ჩვენ როგორ არის, დედამიწა სამწუხარო დავაყოლოთ ხოლმე, რომელიც არ აგონოს, მაგრამ ადამიანებს შორის ურთიერთობა არ არის სამართლიანობაზე დაფუძნებული. სამართლიანობა არის ისე ესმით რომ აი ცნობილი მე სუის ფახსოს ხომ მოყვა კაკუბაკრაძე მოგვიყვა მაგალითად როგორ ესმით სამართლიანობა როცა ინდიელს უკადაგეს მისიონერებმა ინდიელებს უკადაგესო და აი ეს არის და ესო მივხვდიო მან უთხრა თქვენი რელიგიის და თქვენი სოფხედველობა და თქვენი ღირებულება რა ყოფილაო და აბა რა ყოფილაო უთხრეს რა ყოფილაო და თუ მოვაო სიოსტუმის ბელადიო და მე წამართებს ცოლსო ესე ძალიან ცუდია სორი ხარო მივხვდიო აბა სიკეთე რა არის ხო მე თუ მივალ და წავართებ ცოლსო ეს არის სიკეთეო აი მივხვდი თქვენ ღირებულებასო ესე პრინციპში მე მართალია ევროპელების ამბობს ევროპელებიც ესეა მაგრამ მე რატო იმიტომ კი არ ვაუფრო მეორე შეცდომა რომ დაუშვათ რომ ჩვენ
ესენი გულა მოსკვნით მეუბნებიან რომ მე რო წაგართმევ ეს არის ჩვენ რატო უნდა დავაყოლოთ იცი ამას ყოველთვის რომ ბავშვი და ისტორია რომ ბავშვი არ წარმოიდგინოს ისინი ესე არიან და მე ესე არა ვარ იმიტომ რომ აი ქართლის ცხოვრებაში არის ჩვენ ორდესფერო დიდი ყოფილა საქართველოს და ეს ამბავ მოგწონს იქ ქართლის ცხოვრებაში რა მივიდე მეფეს და ხმალსო მოგვიშვიდაო ესე არ გაბოვა კაცო რო და ხელს რო ის არის ეხლა ცოტა გასვლითი მატჩების დაგვიგეგმეო თაბარ მეფეს უთხრეს და შეიჭერენ საბერძნეთს იმაში სპარსეთში ესე იგი ამბავი ეს უნდა ვიცოდეთ ეგეთ აღმოჩნდა ეგ იქ არის კომუნისტური სოფხედველობით არის ეკონომიკურად ვითარდება პინოჩეტმა ბედურება გააკეთა ის გააკეთა დიქტატურით აწია ჩილე და სადამდე აწია ანუ ესე მარტივი რომ ვიცავ თქვათ რომ გიდა თუ არა ის გააკეთებს აი სამოსხანაერ აბწყობაში გააკეთებს ის მაგალითად მთელი თეორიები არის დამთავრდება რომ ჩვენ იმიტომ გვიჭირს მთელი სოფხედველობა და გეიცე ხა მთელი ლიტერატურას წერენ ესე იგი ახლა ვეგეტყვი სრული სისული რომ მართლმადიდებლები რო ვართ ამიტომ ვართ ეკონომიკურად განუვითარებლები და ესე ვთქვათ ესენი რო კათოლიკებია თუმცა კათოლიკების არიან და პროტესტანტები იმიტომ არიან ერთ-ერთი წინაპარზე და უამრავი მაგალითს მოიყვან ეს ლოგიკაში არის შეიძლება ამიტომ ეს ახსნა მაგრამ მე იქ სხვა რაღაცას მოიყვან მაშინ იაპონიის მაგალითი უნდა მოიყვანო ხო არც ერთი არც მეორე იქ ჩინეთია სხვათა შორის ძალიან რო გაუჭირდა კაპიტალში გულა მოსკვნით და კარგად აღწერა ძალიან ევროპაში დამატებული ღირებულების ფორმირება და ეს ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია ეს რაღაცა სხვანაირი იყო და წარმოების აზიური მეთოდი და ხო მაგრამ ეს რატო ეს სხვათა შორის ქვეცნობიერად რო თქვა აი კაცობრიობა ღირებულება კაცობრიობა დღეს მაინც მივიდა თეორიაში მაინც იქამდე რომ რასობრივად ადამიანები არ ვიყოფით და ერთნაირები ვართ აი ეს ამბავი არის და არც შავია სხვა განსხვავებული და ამათ უკან აზიურ და იმას როგორც კი იწყებენ მსჯელობას და გინდა მართლმადიდებლურ კათოლიკობას ამის უკან რასიზმი დგას რა მნიშვნელობა აქვს ეთნიკურია თუ რელიგიური ჩვენ როგორ შეიძლება მე ყოველ შემთხვევაში ვუყურებ რომ ჩვენ მაგალითად ბართლომეს ღამე აღვხსნათ და ეს დავაკავშიროთ კათოლიკობასთან ხო მე ეს ვგონი ანდა გერმანიაში რა ტრაგედიაც მოხდა ის დავაკავშიროთ ახლა ქრისტიანულ ეს ხო არის ამიტომ აბა ახლა ეგრე წისქვილში რომ ბაბუ აყვებოდა კაი ზღაპრეს მარტო ეს გაბუა კაი ღირებულებაში ხო ცუდის და კარგიც უნდა არის ზოგად ადამიანური მოცემულობა ადამიანი როგორ იქცევა ადამიანი შიმშილის დროს როგორ იქცევა რესურსების ნაკლებობის დროს როგორ იქცევა წყლის ნაკლებობის დროს როცა თავისი აი ესე უნდა შევხედოთ ამ დედამიწაზე ვარ და პლუს ხა შეთვამას ეროვნულად უყურებ ჩვენ ღირებულებაში რა შედის რომ ჩვენ რა უნდა ქართულს რომ დარჩეს ქართველად იყოს ამ დედამიწის წევრი და იფიქროს კარგ რაღაცებზე იფიქროს ესე ვთქვათ კარგ ადამიანებზე იფიქროს რომელიც სხვადასხვა ადგილას ესე ვთქვათ იბადებიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი ეს არის ჩვენი ამბავი მაინც მინდა რომ ესეთ რამე კითხოთ ახლა კი ჩვენი ინტერესების გაგება ეს სამნიშნულოვანი საკითხია მაგრამ რითიც დავიწყეთ რომ ეს ევროპელები ახლა ბოლო რამდენიმე ხანია გააქტიურდნენ იქ სომხეთის თემა არის რა თქმა უნდა იქ ისე ვთქვათ ამ არჩევნების შემდეგ სომხეთთან მიმართებაში რაღაცა გარკვეული იმედები აქვთ ეთყობა რომ ამ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაში სომხეთის ტერიტორიას გამოიყენებენ და ასე შემდეგ მაგრამ აი რა არის რა დღევანდელი ამ არსებული ევროპული პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ინტერესი ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით როგორ შეიძლება გავიგოთ მე მგონია რომ მათი ინტერესი პირველ რიგში არის აი ამ რეგიონის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაკონტროლება ანუ ის კი არა რომ შუა დერეფანი ხო არის რა თქმა უნდა ქვეყანას უნდა ფლობდეს დერეფანს და ქვეყანა არ უნდა იყოს დერეფანი მათ უნდა დერეფანის გაკონტროლება მათ უნდა აი ამ შესაძლებლობების გაკონტროლება გარდა ამისა არავის არ გაუქმებია ანტირუსული ნარატივი ორივე მსოფლიო ომის მთავარი ჯეკპოტი იყო რუსეთი და ნაცი ხა თუ იმას ილუზია აქვს რომ რაღაცას გლეხების გათავისუფლება უნდა და რამე ესეთი ეს მათ საქმეა მაგრამ რეალურად გლეხების გათავისუფლება უნდა და ნაპოლეონს მაგალითად ხო ნაპოლეონი მაგ მოტივით წამოვიდა და მაშინ ნაპოლეონი არა მონების გათავისუფლება უნდა დავებოდა ამერიკაში და შეიძლება ვიყიდა ლუიზიანა ხო ნაპოლეონი არ ვიყიდა კი ნაპოლეონის დროს თავის მონებიანად ხო და
ეს ორივე მსოფლიო ომის დროს, ორივე მსოფლიო ომის პირველი მეორე ჯეკპოტი იყო რუსეთით და რუსეთის წიაღისეული. რუსეთისთვის კავკასია არის ცენტრალური, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, მე კავკასიაში რუსეთის ფაქტორის, რუსეთის მიერ კავკასიაზე კონტროლის დაკარგვა ნიშნავს დაუყოვნებლივ ჩრდილო კავკასიის აფეთქებას, სადაც ის აქტიური კონფლიქტები მართალია დღეს ხრჩოლაოს სტადიაშია გადასული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მისი გასაცხლება იქ უძლიერესი არის აგენტურული გავლენა, ხო? და აქედან პირდაპირ გადის, ასე ვთქვათ, დეზინტეგრაციული პროცესები სტალინგრადის ხაზზე. სტალინგრადში შემთხვევით არ ყოფილა ეს იმხელავძოლები რომ იყო, ხო? და აქედან გამომდინარე რუსეთისთვის ძალიან დიდი პრობლემა, ხოლო რუსეთისთვის პრობლემი შექმნა 1242 წელს შუდის ტბაზე ყინულზე ბრძოლა რომ მოხდა. იქიდან მოყოლებული ევროპის წმინდა და წმინდა ოცნება. ლივონიის ომიც მაგას ემსახურებოდა, ნაპოლეონის ექსპანსიას მაგას ემსახურებოდა, ბრესტის უნიას მაგას ემსახურებოდა, პირველი მსოფლიო ომის და მეორე მსოფლიო ომის. და ეს არსად არ წასულა რესურსებზე მიდის, იმიტომ რუსეთი კი არ დაიბადა იქა. რუსეთისთვისაც შავ ზღვაზე გასვლა მის ინტერესებს ემსახურებოდა. ხო, ერთად. ანუ აქ საუბარი იმაზე, რუსეთს ახლა არა, ერთად შევიდიან მოკლედ. კი, რა თქმა უნდა და სწორედ ამას ემსახურება. ხაჟო მეგეთყვით ახლა ისა თქვა ცნობილი ამბავია და უბრალოდ ჩვენ ესე ვამოთხოვე რომ აღამახბათ ხანს, ახლა აღამახბათ თბილისში რო ახრა, ინგლისი და საფრანგეთის ელჩი ეუბნებოდნენ რომ მიდი თბილისი გადაწვი დროზე და გადი დასავლეთ საქართველოში არ შემოუშვა. ესე ვთქვა ჩვენ ხა სწორია ცოტა ისე ვამოთხოვე ამას და იმიტომ კი არის ქართველები ძულდათ აქვე რა. თავის ინტერესი ჰქონდა ეს უყურებდნენ ახლა. რა თქმა უნდა. ეს არის და ამიტომაც ასეც უნდათ რომ აქედან ერთი ის გარემოება რომ ჩვენი ხელისუფლება მაგრად დადგა ამ ამბებში და 2022 წლის აი თებერვლიდან არ მიუერთდა რუსეთის მიმართ ამ ისტერიულ სანქციებს. ეს ჩვენთვის წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით იყო ესეთი გადაწყვეტილება, რომელმაც აგვარიდა თავიდან კატასტროფა, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო. მე დათვლილიც მაქვს და ყველგან ვამბობ ამას, რომ იმ წელს 10.2% ეკონომიკური ზრდის ნაცვლად გარანტირებულად გვექნებოდა 4%-იანი ვარდნა საუკეთესო შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში 14%-იანი. ამდენად ეს ორი იყო. ბომბები რო არ ჩავთვალოთ. ბომბები არა, ბომბები სალკე ხიარულება, მაგრამ და ეს სწორედ ამიტომაც უნდათ რომ აქ ქონდეს გავლენა საიმისოთ რომ პრობლემები შეექმნას რუსეთს, რა თქმა უნდა. რუსეთს იმიტომ კი არა რომ რუსია არ მოწონთ, იმიტომ რომ უნდა წიაღისეული რესურსებზე წვდომა. ის ხალხიც არ აინტერესებს, ნუ კარგად იქნება სულად იქნება, ხო? ეს მარტივი ამბავია. და რაც შეეხება ბომბებს და რაც შეეხება იმას რომ ნუ ახლა ხო გვირჩევდნენ ეს მოწინავე ამხანაგები რომ გაისერნეთ სოხუმში და ასე შემდეგ, ხო? მარტივი ამბავია ბატონებო, როდესაც შეშას საერთოდ ძალიან უფრთხილდებიან სანამ კოცონში შეუკეთებენ, შრალად ინახავენ, შრალად გეზე რომ წვიმა არ დავიდეს რაღაცა, მაგრამ ნუ მერე იმ შეშის ბედი არავის აღარ აწუხებს, როცა ეს უკვე კოცონში შეუკეთებენ. ისევე როგორც ტყვიას უფრთხილდებიან სანამ გაისვრიან მანამდე შრალად ინახავენ, ხო? მაგრამ გასროლის მერე ტყვის ბედი არავის არ აინტერესებს. ამიტომაც ახლა ჩვენ თავი დავანებოთ ამ ილუზიებს და იმ ჭიაყელასავით ბიძიებთან და სათევზაოს წასვლაზე ოცნებას და ნუ ვიქნებით ფიჩხის ინტერესზე და ხვის კოცონში ფიჩხი ნუ ვიქნებით მარტივი ამბავი ფინალისკენ წავიდით. ყველა გზაზე საუბრო, სპერესო თქვა. ევროპას რამდენად შეიძლება აწყობდეს აი სამწუხაროდ რომ აი ზანგეზურს რო ამობს და ესე გადავიდეს და ეს თურქეთზე გაეროს და მოკლეს და იმას უბრალოდ მთლიანად იყოს დამოკიდებული მის თურქეთზე, მის ამბიციურ ესე ვთქვათ მოკავშირეზე. და ერთმა ძალიან დიდმა კაცმა თქვა და მას ძალიან ჩახედულმა საუბარში თქვა ერთხელ ეს იყო გერმანიის გაერთიანების დროს რუსეთში ელჩი და მან თქვა თან სერიოზულ ადამიანებში რომ თქვენი ნატოში გაწევრიანებაო
არ არის ესე მარტივიო და თქვენ უყურებთ რომ რუსეთს და იმას არ ცხადია ეს არ აწყობსო მაგრამ ეს ჩვენ არ გვაწყობს იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ თურქეთი უნდა შემოვიდეს ამ სიტუაციაში და ეს არ შედისო არც გერმანიის და არც საფრანგეთის ინტერესებში რომ კავკასია ჩვენ თურქეთს ჩავაბაროთ also ეს რთული ჭადრაკი აი ჭადრაკზე რომ ალაგებ ჭადრაკს ეს ვისიცავს იმიტომ რომ ეს გზა ნახე ეს საქართველოს გზა სულ სათადარიგოთ იყოს ეს ცენტრალური გზა დიდი გზა არასდროს არ იყო მაგრამ იყო ძალიან მნიშვნელოვანი სათადარიგო და მეორე გზა რომელსაც ნაკლები მნიშვნელობა ესე არ ქონდა და ესე იოლად ესე იგი გადალაგდეს და იქ ბოლოში იყოს ის თურქეთი რასაც აკონტროლოს ავიდა მთელი ჯვაროსნული ომები და მთელი ამბავი მაგიტო იყო რომ იმ გასულიყვნენ იმ ზოლზე და დაეკავებინათ ბოლო წერტილი რა იქნებოდა და ვის ხელში იქნებოდა ეს ვის ხელში იქნება ეს ამბავი მთელი ტვირთი და გასაგები მთელი შუაზიის და მთელი ამბავი ეს არის თუმცა ეს ევროპელებმა რამდენჯერმე არჩიეს თურქეთის ხარდაჭერა რუსეთის გაძლიერებას ამიტომ ეგეც იმიტომ რომ დღეს რამდენად გაიმეორებ მაგ ისტორიას ეგ ცალკე თემა მაგრამ ეს სულ არის ხოდა რატო იმიტომ რომ ისაზე მოკლედ ესეთი სიტუაცია რომ არც იქით არც აქეთ თუ შევხედავთ ანუ ევროპა კი არა მას თვითონ უნდა რომ რაღაცნაირად ეს დარჩეს ეს ბალანსი ეს შორს ოპტიმისტური სიტყვა ბოლო სიტყვა ესე ვამთავრებთ ხოლმე როგორც წესი ჩვენს ოპტიმისტური სიტყვას რაც შეეხება რა პესიმისტური რა ვთქვი რომ არაფერი მაგრამ შეჯამება ვთქვა შემაჯამებლად მე შემიძლია ვთქვა ასე რამე რომ ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს ჩვენი თავი ჩვენად ვეყუდნეს და სწორედ ის რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების პროგრამებზე უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ და ნაკლები ყურადღება მივაქციოთ იმას თუ ვინ რას ლაპარაკობს ჩვენზე ხო ეს არის ეს მეტი კარგი. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი ამ განხილვისთვის. მადლობთ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. გამიმშვიდობებით ჩვენს. მადლობა. დაგემშვიდობებით, შევხვდებით ერთმანეთს უკვე შემდგომ პოდკასტში. კარგად ბრძანდებოდეთ.